ქართულად დიდი მადლობა მინდა გითხრათ ჩვენთან მოგზაურობისათვის და დიდი მადლობა მინდა უთხრა ბატონ ლევანს, რომ გამონახა დრო, გვეწვია და დღეს საუბარი იქნება უმბერტო ეკოს და მის ერთ-პირველ რომანზე, ვარდის სახელზე. უმბერტო ეკოს დაამწირს ჩემგან წარდგინება, იმედი ამ საზოგადოებაში არ ჭირდება. უბრალოდ ვისარგებლებ აქვე შემთხვევით და მადლობას ვეთქვი წიგნის ქართულად მთარგმნელს ხათუნა ცხადაძეს, რომელიც აქ ზის დარბაზშია. დიდი მადლობა ხათუნა იმისათვის, რომ ქართულ საზოგადოებას, ქართულ მკითხველს საშუალება მიეცი, რომ ქართულად წაეკითხა ეწინა, თანაც ძალიან კარგი თარგმანია ამ წიგნისა. დიდი მადლობა შენ ამისათვის. და ბატონ ლევანს თხოვ ამჯერად გვესაუბროს ამ წიგნის თავად კალგაბიძის ფილოსოფიის თეოლოგიურ ფონდზე. დიდი მადლობა. და ერთი თხოვნაც, ვიდრე დავიწყოთ, უმორჩილოსად თხოვ, გავთიშოთ მობილურები, ძალიან გვეშლება ხელი და უხერხულიცაა. დიდი მადლობა მოწვევისათვის და ჩემთვის პატრიო თარგმნელის აკარი ხათუნა და მეს გავიმეორებ ლევას სიტყვებს და რეკლამას გავუწევ ამ წიგნს, იმიტომ რომ გადასარევი თარგმანი არის მართლა დიდი სიამოვნებაა და ჩანს რომ ეს იყო მართლა გულით გაკეთებული საქმე. პავლე მოციქული რომ ამბობს, რომ ყველაფერი რაც საკეთებდიო გულით გააკეთებდა. მართლა უცელი არის რომ სადაც გულით არის ეს საქმე გაკეთებული. ასე დიდი მადლობა თავმოყრა ხათუნა. ნაჭიროა ჩემ საუბარს ეს ასეთი სათავე ვაქვი უმბერტო ეკოს ვარდის სახელის თეოლოგიურ ფილოსოფიური ფორმა. საერთოდ საიდან გავიცანი ეს რომანი პირველად, საიდან შევეხე ამ ავტორს რომანს. მე თვითონ სწავლობდი ფილოსოფიას ლუენში. და შუა საუკუნეების ფილოსოფიაში ქონდა უილიამ ოკემზე კურსი, უილიამ ოკემის ლოგიკაზე. და იქ ლექტორმა პირველი ლექცია წაკითხა ზოგადად იმ სიტუაციაზე, მე-15 საუკუნის ევროპაში რა ხდებოდა, რა კონტექსტში ხდება უილიამ ოკემის ფილოსოფია და ეგრევე წაკითხა უმბერტო ეკოს ვარდის სახელიდან რაღაც პასაჟი. კერძოდ წაკითხა ინკვიზიტორების ლოგიკა როგორ მუშაობს. შენ ლოგიკური კურსი უნდა გავყოლო ოკემის ლოგიკა. ძალიან საინტერესო ერთი ყველაზე დიდი ლოგიკოსი იყო შუა საუკუნეებში უილიამ ოკემი. და მოაყოლა ეს ვარდის სახელი და დავინტერესდა ვინ არის ეს ავტორი უმბერტო ეკო. მე რაღაც წიგნები წავიკითხე შუა საუკუნეების კვლევები უმბერტო ეკოს. საინტერესო რა არის უმბერტო ეკოს შუა საუკუნეების კვლევებში, რომ კითხულობ ხანდახან ძალიან დიდ მეცნიერს, მაგრამ ვერ მოაქვს შენთან ეპოქა და უმბერტო ეკოსთან იგრძნობდა რომ აი იმ ეპოქის სუნს გრძნობს და მოაქვს შენთან და ძალიან კარგი ინტერპრეტატორია ეპოქის. ედგარ გულკოვსკიძეს ინტერვიუში რომ აი თუ წაიკითხავ ამ ტექსტში არის ეს ამაზე ლაპარაკი თანამედროვეობას ტელევიზორით იცნობოდა შუა საუკუნეებში უშუალოდ. ეს ამ წიგნში ეს ვარდის სახელი არის ფაქტობრივად ენციკლოპედია შუა საუკუნეების. არ არის მხოლოდ მე-14 საუკუნეში. მე-15 საუკუნეში ნაკლებად ვიცოდიო ეკოწეს, მაგრამ ავირჩი იმიტომ რომ ჭირდებოდა გამომძიებელი. გამომძიებელი ლოგიკაში უნდა ყოფილიყო გაწაფული. აი იმ ტიპის ლოგიკოსები, როგორც მე მჭირდებოდა გამომძიებელისთვის, მარტო ინგლისში ჩამოყალიბდა, ინგლისელებში ეს როჯერ ბეკონიდან ეს ფრანცისკანელი ვერი იყო, რომელიც ახალი მეთოდი შეიმუშავა, სამეცნიერო მეთოდი. და ეგ როჯერ ბეკონი გაიელებს ხოლმე აქ-იქ, როცა წინასწარმეტყველებს აი როგორი ტექნოლოგიური განვითარება მოხდება და ასე შემდეგ. როჯერ ბეკონმა ახალი სამეცნიერო მეთოდი შემოიტანა ემპირიული დაკვირვებისთვის და არაფრის მანამდე თქმის, სანამ ემპირიული დაკვირვება ამას არ აჩვენებს. უილიამ ოკემიც აი ამ ტრადიციის იყო ლოგიკოსი, ძალიან რაციონალისტი. და თავიდან უნდოდა უმბერტო ეკოს რომ უილიამ ოკემი ყოფილიყო მართლა პირველი თავარი გმირი, აი უილიამ ბასკერვილი, უილიამ ბასკერვილი ინგლისურად. უილიამ ბასკერვილი ეს არის უილიამ ოკემი. ანუ თავიდან ოკემი არ მიყვარდაო პირველად, ამიტომ არ ჩავსი ეს ოკემი, მაგრამ უილიამ ბასკერვილი ფაქტობრივად უილიამ ოკემი არის. იმიტომ მისი სოფხედულობით, მენტალობით, ამაზე ვილაპარაკებ. ანუ ეს რომანი არის შუა საუკუნეების ენციკლოპედია. ამ რომანში ყველაფერი არის შუა საუკუნეებზე, ხელოვნებაზე, მხატვრობაზე, არქიტექტურაზე, ყველაფერზე გაიგეთ. ცოტა იმას გავს, აი ძველ ქართულ საქართველოში იყო ასეთი ხუმარსწავლები ერთა, იონე ბატონიშვილის ხუმარსწავლები. რაც სიუჟეტი არის და ამ სიუჟეტში ჩაახსოვს რაღაცა ცოდნებს. ფაქტობრივად შენ რო არ იცოდე არაფერი შუა საუკუნეებზე და ეს წიგნი აიღო. ამ წიგნით ისწავლე შუა საუკუნეებს, რას ამბობ? და კითხულობ და უცებ შეგვთა რაღაც სახელი. ეს ვინ არის? ეს რა იდეაა და Google-თან ერთად რო იკითხო ეს წიგნი, ამ წიგნის დამთავრების მერე თუ ბუდას მიწაიქე Google-თან ერთად და ყველა ეს ინფორმაცია დაგუგლე, შენ იქნები დამწყები მედიევალისტი.
ფაქტობრივად ესაა სახელმწიფო წიგნი, მაგრამ თუ გასართობადაც იკითხება, ამიტომ სიუჟეტი ისეთია, ისაა ჩახლართული რაღაცა იქ სიბნელე რაღაცა ძალიან რთული ფილოსოფიური თეოლოგიური პასაჟები შეიძლება გაატარო, უბრალოდ რაღაც ლამაზი ეგზოტიკური მუსიკა. მაგრამ რო არ გაატარო, მიიღებ სისავსით იმ ეპოქას. ეხლა მე არ შევეხები აქ აწერილ სხვა საკითხებს. ისტორიულ საკითხებს შეიძლება შევეხო გაკვეთ როგორ თეოლოგიას თუ შეეხება ისტორიულ საკითხები. ხელოვნებას არ შევეხები. გაკვეთ შევეხები თუ ეს ხელოვნების საკითხები ფილოსოფიას შეეხება. უფრო ველაპარაკებ აი ამ ფილოსოფიურ თეოლოგიურ ფონზე ამ ნაწარმოებებს. ეს მეც როცა უილიამ ოკემს გავდიოდი, მეც მაშინ ცხოვრობდი ბილენში ამ საერთო ცხოვრებაში, რომელიც იყო ბენედიქტურ მონასტერში. ისე როგორც ამ ნაწარმოების თავარი გმირები. ერთ წელი გავატარე ამ სტუდენტების ერთი ფრთა იყო მიძღვნილი სტუდენტების მიმართ, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ბერი იყო შეგიძლია სტუდენტების ჰქონდა ერთი ფრთა. მაგრამ იყო ალბათ ეგეთივე ძველებური, შარმიანი სააბატო და ძალიან მდიდარი ბიბლიოთეკით, როგორც ეს სააბატო აქ აღწერილი. ეკო თურმე ძალიან ბევრს ფიქრობდა, სწავლობდა, თვეები გაატარა, რომ ეს ბიბლიოთეკა გაევსო იმ წიგნებით, რომლებიც ამ ბიბლიოთეკაში შეიძლება მაშინ ყოფილიყო. და საინტერესოა, ეს პოსტმოდერნული რომანია, ფაქტობრივად ტექსტების ერთმანეთთან გადაძახილია. შუა საუკუნეების აი ყველა პიკანტური ამბები, ანეკდოტები რაღაცა ყველაფერი დახვეებულია ამ წიგნში, რომ შეგაყვარო შუა საუკუნეები. მაგალითად რაღაც ანეკდოტური ისტორიები, რომელიც მანამდე ცოტა, მაგრამ აქ გამეორდა დაუშვათ ერთი ირლანდიელი ბერი როგორ უშვებდა შეცდომას იმ ნომინე პატრი et filio et spiritus sanctus მაგალითად გრამატიკულად არასწორად ამბობდა ამ ფორმულას და მე ერთმა წმინდა ბონიფაცემ გაუგზავნა პაპს წერილი ითვლება თუ არა ეს ნათლობად თუ ასე არასწორად ამბობს ამ ფორმულას. პაპმა რა თქმა უნდა მიწერა გასასრულებლად შეკითხვა რა თქმა უნდა ნათლობად ითვლება. აი ეს ისტორიები, ანეკდოტები შევასწავლეთ ბევრი არის ამ წიგნში რომ სახალისო გახადოს. სახალისოთან ერთად ძალიან ღრმა ფილოსოფიური აზრებია და ეს ფილოსოფიური აზრები არ არის მხოლოდ ისტორიული. ეს ფილოსოფიური აზრები ფიქრობ არის ეკოს გარკვეული მესიჯი და ნახოთ ახლა რა მესიჯი არის ამაზე ვილაპარაკებ. ანუ სიუჟეტი გახსოვთ ვისაც აკითხავთ ეს არის თუმცა გამოიწვიონ კვლევების საქმე და უილიამ ბასკერვილოს მოყავს თავისი აცო თავისი მოწაფე. ამ შეიძლება ფილმიც გაქვს ნანახი არა ფილმში არის ფილმში სუსხანაერი არის სუსხა აქცენტები არის. იქ ფილმში რომანტიკულ ისტორიას და გოგოს გადარჩენას რომელიც ამ რომანში არც გადარჩება ეს გოგო ან ამას თავარი ვერძია ფილმში ეს რომანტიკული ისტორია ამ აცოს არის ძალიან გვერდითი თემაა ეს ამ თვითონ ტექსტში. ჩადიან ამ მონასტერში და მონასტერში უნდა მოეწყოს კრება თეოლოგიურ საკითხზე. ეს საკითხია ქრისტეს უპოვარება. აი ძალიან საინტერესოა. რეალურად ეს იყო რეალური საკითხი იყო. ეკუთვნოდა თუ არა ქრისტეს მოციქულებს რამე. თუნდაც ის ტანსაცმელი რომელიც ეცვა მათი საკუთარი იყო. თითქოს რა შეკითხვებია რა უაზრო შეკითხვებია. იქამდეც მიდიოდა შეკითხვები რომ ადამიანს თავის სხეული ეკუთვნის. მე მეკუთვნის ჩემი სხეული თუ მობარებული მაქვს ხოლმე. აქვს ვიღაცას ცივა შემგვერდით. და ერთ-ერთი შანსი რომ ის გავათქო ან თუნდაც თუ იღუპება გადავარჩინო არის რომ ჩავახუტო მას და ჩემი სხეულის ხო გავუზიარო. მაქვს მე უფლება არ გავუზიარო. თუ ეს ჩემი სხეული ჩემი საკუთრება არ უნდა გავუზიარო არა? შემიძლია როგორც მინდა ისე მოვხმარო ჩემი სხეული. თუ ჩემი სხეულის არაა ჩემი საკუთრება მობარებული ვარ, მაშინ მე ვალდებული ვარ გავუზიარო. ანუ რა ამ დონეზე მიდიოდა გამართები რა მეკუთვნის მე? ნუ აქ ქონებაზე სხეულზე აქ არის ყველაფერი. სხეულამდეც კი მიდიოდა გამართები. ანუ რა მეკუთვნის მე და აქ იყო ყველაფერი ჩართული თეოლოგიაც, პოლიტიკაც. თუ იტყოდი რომ ქრისტეს ჰქონდა საკუთრება, ეს ნიშნავს რომ საკუთრება არის ესეთი რამე, რაც ადამიანს დაცემამდეც კი ჰქონდა, ადამიანს და ევას. ანუ იქიდან ჩამოვარდნან. თუ საკუთრება ქრისტეს არ ჰქონდა, მაშინ გამოდის რომ აღდგენილი ადამი იქნება უპოვარი. ანუ ამას არ ჰქონდა კერძო საკუთრება. და აი ამაზე მიდიოდა ეს არ იყო ჩვეულებრივი საკითხი, მათ ეს იყო სამყაროსასწავლო საკითხი, მარადიული სულის გადარჩენის საკითხი. შენ თუ ასე გწამს წარწყდები, თუ ასე გწამს გადარჩები. ამ ფრანცისკანელი ეს კამათი არის უცეცხლოვანი კამათი. ამიტომ ძალიან კარგად არის აღწერილი ეკოს მიერ, როგორი ყელში წლომამდე მიდის ეს კამათი. ამიტომ ამას ჰქონდა პოლიტიკური მნიშვნელობა. თუ პაპი აღიარებდა რომ ხო მართალი არიან ფრანცისკანელები, არ უნდა გქონდეს შენ საკუთრება. ფრანცისკანელები იქამდე მიდიოდა რომ კაი ზოგი სხვა ორდენის ბერიც აღიარებდა რომ კაი ბერს არ უნდა გქონდეს კერძო საკუთრება. ფრანცისკანელები უფრო შორს მიდიოდა. მონასტერსაც და ეკლესიასაც კი არ უნდა გქონდეს კერძო საკუთრება. აი აქ უკვე პაპი ვეღარ დათანხმდებოდა, იმიტომ რომ ძალიან გამდიდრებულები იყვნენ მაშინ და ყლებდნენ მოსახლეობას
მოკლედ საკმაოდ გახარბებულები იყვნენ და წარმოიდგინე მატრული გეთქვა რომ ეს საკუთრება შენი არ არის. მარტო მომბარებულია. ალბათ პაპი ამას არ დათანხმდებოდა. ამიტომ პაპები ერეტიკოსად გამოაცხადებდნენ იმას, ვინც ამ დოქტრინას მისდევდა. თუმცა ფრანცისკი არ გამოაცხადეს ერეტიკოსად და ეს პრობლემატური იყო. თუ ფრანცისკი არ გამოაცხადეს ერეტიკოსად, მაშინ სხვა სექტებად რომელიც მოიხსენიებენ, ისინი რატო უნდა გამოაცხადოს ერეტიკოსად? დილემის წინაშე. ეხლა ევროპაში, ევროპულ მონასტიცებში, რომელიც აქ არის აღწერილი, ეს კამათი ხდება ბენედიქტურ მონასტერში, მაგრამ თვითონ უილიამ ბასკერვილელი არის ფრანცისკანელი, ანუ ეს სხვა ორდენები, დამაარსებლების მიხედვით. ბენედიქტელები არიან, ვინც ბენედიქტ ნურსიელი მე-16 საუკუნის დიდი ბერი იყო, რომელმაც და ჩამოაყალიბა მონტე-კასინოში ეს სამონასტრო კოინობიტური საზოგადოება და მე ბენედიქტური მონასტერი მოდის და მოდის იქიდან. ბენედიქტელებს მე გამოეყვნენ ცისტერციანელები, აქეთ ფრანცისკანელები არიან, ვინც წმინდა ფრანცის ასიზელის მოძღვრებას მიყვებიან. იქ არიან დომინიკელები, წმინდა დომინიკეს მოძღვრებას ვინც მიყვება. ბევრი ეგეთი მიმდინარეობა გახდა. ძირითადად აი ქარიზმატული ლიდერის, ქარიზმატული რელიგიური შთაგონებით სავსე ლიდერის მიმდევრები. ყველა ამათ, რა თქმა უნდა, პაპი არ აღიარებდა როგორც ორდენს. ზოგს ეთქოდა ეს ერეტიკოსები არის ერეტიკოსები. ზოგს კი აღიარებდა როგორც ორდენს, და ისინი მერებული კათოლიკური ორდენები. ეს არ ნიშნავს, რომ მათი სწავლებები ერთნაირი იყო. ხანდახან ორდენებს შორის განსხვავება არა მარტო ხანდახან კი არა, უმეტესწილად. ორდენებს შორის განსხვავება არ იყო მარტო ტანსაცმელში. შენ იცნობდი სხვა ორდენის ბერებს, თავისი სხვა ტანსაცმელში, მაგრამ ორდენებს შორის განსხვავება იყო თეოლოგიურიც. სხვა ინტერპრეტაცია ჰქონდა, სხვა თეოლოგიური ინტერპრეტაცია ჰქონდა, ძალიან მნიშვნელოვანი თეოლოგიური ფილოსოფიური საკითხები. და აქ ეს სხვადასხვა ორდენს შორის დაპირისპირება თეოლოგიურ ფილოსოფიურ საკითხებზე ძალიან კაფიოდ არის ნაჩვენები. ეკოსთან და თუ არ ვიცი, აი ეს კონტექსტი, მაშინ ამას ჩავატარებ როგორც რაღაც გავგებას. გავიგებ რაღაცაზე კამათობენ, მაგრამ რაზე კამათობენ არ ვიცი. აი თუნდაც ალბათ პირველივე შემთხვევა, როცა მიდიან მონასტრისკენ და ეს გამოიცნობს, რომ მონასტრიდან ცხენი გაიქცა და როგორია ეს ცხენი იმასაც იტყვის. და მე დავუსაბუთე, ძალიან გავს შერლოკ ჰოლმსი როგორც პატარას არა, უოტსონს როგორც ელაპარაკება. აქ უოტსონის როლს ასრულებს. ერთი ინგლისელი მკვლევარი წერდა, რომ სულ ველოდებია როდის ეტყვის ვატსონი, მაგრამ სულ 10-ზე დაგიჭირა, 10 და ვატსონი გავცეთდნენ. ოღონდ ეს ამას უნდა გაუკვირდეს და უკვირს, რა თქმა უნდა, მის მასწავლებელი, რომ ასე გაარტყა, როგორი ცხენი იქნებოდა. და როგორ გაარტყა? აი ესეთი ბეწვი იყო, იქ ეს იყო, ასე მოდიოდა, მოკლედ მთელი შერლოკ ჰოლმსური ჯაჭვი გაუკეთა მიზეს შედეგებს. მე გამოჩნდება ეს ცხენი და ძალიან საინტერესო რას ამბობს. და მხოლოდ სათანადო მანძილიდან თუ შედა დაასკვნა, რომ წაგდა. და ეს იქნება სრულიად კონკრეტული შეცნობა. მეც ერთსაც ნებისმიერ ცხენს ველოდი, იმიტომ კი არა, რომ ჩემი გონებრივი შესაძლებლობა მგონია. არამედ სწორედ ინტუიციის სიმცირის წყარო. ჩემი გონება მხოლოდ მაშინ დაგმოვდა, რომ კონკრეტული ცხენი დავინახე. ვერებს რომ ყავდათ საცალო. და მე რამის. შემდეგაც ბევრჯერ მინახავს ჩემი მოძღვარი სკეპტიკურად მოლაპარაკე უნივერსალურ იდეებზე და მოწიწებით ყველაფერ კონკრეტულზე. მაგრამ უნივერსალური იდეები არ უყვარს ჩემს მასწავლებლებს და ყველაფერი კონკრეტულს მოწიწებით უყურებს. რატო უყურებს მოწიწებით? რომ მისთვის ნამდვილი რეალობა აქვს მხოლოდ კონკრეტულს და უნივერსალური იდეებს ნამდვილი რეალობა არ აქვს. ანუ ვის უპირისპირდება? აქ თართ რა თქმა უნდა, ვისაც გავლილი გაქვს ფილოსოფიის რაღაც კურსები დაუშვა და შუა საუკუნის ფილოსოფია. ვის უპირისპირდება? უილიამ ბასკერვილელი, იმით რომ მას უყვარს და პატივცემს კონკრეტულს და ზედაც რა თქმა უნდა პლატონს. ანუ პლატონისთვის ეს თავდაპირველად დაყენებულია პლატონის. პლატონის თავდაპირველად დაყენებაა, რა? პლატონისთვის ეს კონკრეტული ცხენი არის მხოლოდ აჩვილი უნივერსალური იდეების. ნამდვილი ცხენი ეს კი არ არის. ნამდვილი ცხენი არის ბევრ ცხენს რომ დააკვირდები და შენ მიხვდები ეს ცხენობის იდეა რა არის და შენ მე ეს ყველაფერი ტრამპლინია რომ იქ ახტე მე ცაში და მარადიული ცხენობის იდეა ჭრიდო შენი სულის გონებრივი თვალებით. და ესაა შენი ტელოსი დანიშნულება. უილიამ ბასკერვილისთვის ეს ფიქციაა. ანუ შენ გაქვს კონკრეტული საგანი და იმას ხსნი კონკრეტიკით და არანაირი მარადიული იდეით. შენ ცხენისთვის არ ჭირდება ცხენობის იდეა რომ ის ცხენი ახსნა. შენ ცხენისთვის რომ დაინახო ეს ცხენი და შეაფასო. მოკიდო ხელი თვალით აღიქვა როგორია. ამიტომ პატივსაცემი ინფორმაცია ეს კონკრეტულია და არა ის მარადიული. ანუ ეს რაღაცა სხვა ტიპის ფილოსოფია არის, სხვა ტიპის დამოკიდებულება. ეს დიდი კამათი არის შუა საუკუნეებში ნომინალიზმის და რეალიზმის. ამის გამოძახილია მთელი ეს პასაჟი. ეს უილიამ ოკემის მიეშვა ასეთი რამე. ოკემის მაკრატელი გაგიათ არა, ოკემის სამართებელი.
ეს გამოთქმა ეგეთი, ოკეანეში შეშო, შენ თუ რაღაცის დამტკიცება შეგიძლია, რაღაცა მაგალითი, არ უნდა გაამრავლო მაგალითები. შეჭერი ეს მეორე მაგალითი და დატოვა ის ერთი მაგალითი. ოკემა ეს სამართებელი გამოიყენა უფრო ვიწროთ ეს სამართებელი გამოიყენა. პლატონს შეჭრავა წერებიო. პლატონს შეჭრავა წერები რა გაგებია? პლატონმა რო ახსნას ეს კამი, ჭირდება სკამობისიდია და ოკეანეებს კაცო შენ ამრავლებ ამითი საკვლევ მასალას. შენ სკამობისიდია ცალკე უნდა შეისწავლო, მე ის მიუსადაგო ამ კონკრეტულ სკამს, გაანები ამას თავი, მოდი შევჭრათ პლატონი და დავტოვოთ მაგას კონკრეტული სკამი. და ის კონკრეტული სკამი, თითო კონკრეტიკას არ ნიშნავს, არა ზოგადობა. ზოგადობის მიმართ მაქვს სკეპსისი. და აი ეს არის ნომინალისტების პოზიცია ეს. იყვნენ ნომინალისტები და რეალისტები. რეალისტები ფიქრობდნენ, რომ უნივერსალიებს, ანუ იდეებს, უნივერსალურ იდეებს, სკამობაში, ირაფობას და ასე შემდეგ, აქვს მარადიული სტატუსი იქ ზეციურ სამყაროში, უცვლელ სამყაროში. რეალისტები, ეს არის რეალისტები, რეალური ყოფობა, რეალური არსებობა და უნივერსალიები. პლატონივით არ იყვნენ შუა საუკუნეების რეალისტები. შუა საუკუნეების რეალისტები ამბობდნენ, რომ ეს დამოუკიდებლად კი არ არის ეს იდეები ცაში. არამედ ღმერთის გონებაში, პიროვნული ღმერთის გონებაში არიან ეს იდეები, მაგრამ ღმერთის გონებაშიც მარადიულად არიან ასეთები. ამიტომ რა გამოდის, რომ თუ ღმერთის გონებაში ეს იდეები არიან და ღმერთი ქმნის სამყაროს ამ იდეების მიხედვით, მთელი ეს ხილული სამყარო, ემპირიული, ხელით მოსაკიდი, ყნოსით შესაგნები თვალით დასანახი სამყარო არის ღმერთის თეოფანია, ამ შიდა დაფარული იდეების, რომელიც არის ღმერთის შინაგანი სტრუქტურის თეოფანია, გამოსხივება, გამონათება. ეს არიან რეალისტები. ნომინალისტები ამას უარყოფენ. ნომინალისტები ამბობენ, რომ ჩვენი საგნები, ჩვენი დანახული უნივერსალიები, ჩვენ რომ ამბობთ უნივერსალია ცხენობა არსებობს, კაცობა არსებობს, ეს ყველაფერი და საერთოდ არსებობს რა ვთქვა, რომ არსება არსებობს, ასე ეს კატეგორიები ყველაფერი არის ჩვენივე გონების პროდუქტები. და არა ნატურა, ბუნება ჩვენი მოგონილია. ანუ ბუნება არ არსებობს, ჩვენ სახელები გვაქვს, ჩვენ გვაქვს ემპირიული დაკვირვება და ჩვენ ვიცით ის კონკრეტული რა არის, მაგრამ მისი შინაგანი ბუნება რა არის, ამაზე ცოტა არ გვექნება. ამიტომ ჩვენ სახელს რო დავუშვათ ვარდი, ეს არ ჩვენ არ ვიცით ამ სახელი ვარდის ბუნება, ჩვენ ვიცით კონკრეტული ვარდი, ყოველი კონკრეტული ვარდი როგორია, ყოველი კონკრეტული ენძელა როგორია და ასე. ანუ სახელები არის მხოლოდ ჩვენი გონების პროდუქტი და სახელებს არაფერი კონტაქტი არ აქვს ნამდვილ რეალობასთან. ანუ სახელები არიან უბრალოდ სახელები. ნომინალისტები ესენი არიან. ამიტომ ვარდის სახელი რო ქვია ამ ნაწარმოებს, აბსოლუტურად შემთხვევითი არ არის. ეს ნომინალისტური პოზიციიდან დანახული სამყარო. თუმცა ჩვენ არ გვაქვს შანსი ჩავწვდეთ ნამდვილ რეალობას ამ ლოგიკური მსჯელობი და კატეგორიები. ეს კატეგორიები ჩვენივე მოგონილია. რატო მაგალითად ძაღლობის იდეა არსებობს დაუშვათ? იმიტომ რომ ჩვენ სხვაგვარი ვარ ტრადიციის. ბავშვობიდან ჩვენ გვასწავლენ არიან კატები, ძაღლები და აი ეს დაუშვათ ტომი კატა, ესეც კატა, ბონიფაციუსიც კატა, ესეც კატა, მაგრამ რატო ამ კატა? ეს კატა საიდან გაგიშთა თავში? შენ ისიც ჩაწვდი კატობის იდეას და ამბობ რომ ისიც ძდება ამ იდეაში, ესეც ძდება ამ იდეაში, ესეც. რა გარანტია გაქვს? იქნებ ეს კატობის იდეა არის ის შხამი, რომლითაც მოგწამლეს შენ პლატონმა, არისტოტელემ და ამ ყველა. იქნებ სულ სხვა კატეგორიებში უნდა გადახდა. დაუშვათ სწრაფად მორბენლები. ამ სწრაფად მორბენლებში გაერთიანებოდნენ გეპარდიც, სირაქლემაც ესა და ამ კატეგორიაში დავინახავდი მე სამყაროს და არა ასე ცხოველების სახელების კატეგორიაში. და მე ყოლებოდა უკვე კონკრეტული სახელები ყველა ცხოველის და ზოგადი მექნებოდა დავუშვათ სწრაფად სირბილის კატეგორია. ან წვანობის კატეგორია, რომელშიც გაერთიანდებოდა ისლამური დროშები და ბალახები მაგალითად. ან რაღაც. ამდაგვარი, ანუ კატეგორიზაცია არის ჩემი მოგონილი, ჩემი სახელებია და მას არსთან არაფერი კავშირი არ აქვს. და ფაქტობრივად უილიამ ბასკერვილელი ეს არის აი ამ მოძღვრების, აი ოკამისტური, ნომინალისტური მოძღვრების ადეპტი, ასე ვთქვათ, ხო? ანუ ეს არის ანტიპლატონიზმი და ანტიპლატონიზმი ბევრ ამასთანაა დაკავშირებული. ანტიპლატონიზმი დაკავშირებულია ღმერთის შემეცნებასთან. აი სხვა ორდენები მაგალითად, ავიღოთ თომისტები. თომა იყო დომინიკელი ბერი იყო რა. თომა აკვინელის გამოჩნდება და ფრანცისკანელები თომას ვერ იტანენ და ჩვენს ჯინაზე გამოაცხადა პაპმა ეს წმინდანი თუ თომა იყო, არაფერი წმინდანი არ არის. რადგან თომა არ მოწონს ფრანცისკანელებს. თომა არის ზუსტად ტრადიციონალისტი. ის ფიქრობს, რომ ჩვენი ლოგიკური კატეგორიები ასახავენ ნამდვილ რეალობას. ამიტომ ჩვენი ლოგიკური კატეგორიებს თუ მივყვებით ბოლომდე, ჩვენ მივალთ დასკვნებამდე და ეს დასკვნები შეიძლება იყოს ღმერთის შესახებაც. ღმერთი რო არსებობს, ხუთი ონტოლოგიური არგუმენტი აქვს თომა აკვინას, სადაც ლოგიკით ამტკიცებს ღმერთის არსებობას.
ეს ოკემისთვის არის დაუშვებელი. აი ოკემისტებისთვის, აი ნომინალისტებისთვის, იმიტომ რომ ეს კატეგორიები შენი მოგონილია, როგორც შენი მოგონილი კატეგორიები ღმერთის არსებობამდე მიხვდები. არაფერი გარანტია ამისი არ აქვს. შენ რატო ხარ ასე დაწუნებული მიზეზშედეგობრიობაში, ამ კაუზაციაში? როცა შეიძლება თვითონ კაუზაციის კატეგორია შენი მოგონილია. ანუ არ არის ეგეთი კაუზაცია. თუ ზოგადობები არ არსებობენ, რა გარანტია გაქვს შენ თქვა, რომ ეს დაუშვათ, ეს თქვა ყოველთვის ასე მოიქცევა და ყოველთვის ამ სიჩქარით დაეცემა მიწა. თუ შენ არ აქვს ზოგადობის კატეგორია, ზოგადი მიზიდულობის კანონი არ აქვს ამაზე. კანონები არ აქვს. კანონი არის ზოგადობა, ხო? შენ თუ ეჭვი შეგაქვს ზოგადობაში, მაშინ ასე მეცნიერულად, დაჯერებულად თქვა, რომ ეს ამ მიზეზის მერე ეს მიზეზი იქნება და ასე შემდეგ, არ აქვს. ამიტომ თომა აქვინელი მათთვის არის ის, ვინც არ ღვევს ნამდვილ თეოლოგიას. ისევ სამგორის საცოცხლო კითხია. თომა არა მარტო მცდარი, არამედ სახიფათოა. ის არასწორ გზას აძლევს თავის მინდორებს. ან ლოგიკურად რო ფიქრობს, რომ ვერც აღმოაჩენს, ეს არასწორია და განცირულია. როგორ უნდა აღმოაჩენოთ ამიტომ ღმერთი? კი, ლოგიკური მსჯელობა არსებობს. ისე ოკემი დიდი ლოგიკოსი იყო, მაგრამ ლოგიკას ძალიან ვიწრო ფასეულობა არ უნდა ენდო და მით უმეტეს ღმერთის ამოხსნაში არ უნდა ენდო. ამიტომ ოკემი ათავისუფლებს გზას ნამდვილი რწმენისთვის. ანუ აქ კი უილიამ ბასკერვილელი არ არის ოკემი. იმიტომ რომ უილიამ ბასკერვილი უფრო ეკო არის ვიდრე ოკემი. მაგრამ ოკემისტი კი არის, მაგრამ თან ამოს ჩემი მეგობარია უილიამ ოკემია. უილიამ ბასკერვილი არის. მაგრამ ამ შემთხვევაში ახლა ის არ არის ოკემი. ოკემი ამას ყველაფერს აკეთებს, იმიტომ რომ ბიბლია გამოაცხადოს ერთადერთ როგორ თქვა, ერთადერთ გარანტად ღმერთის ჭეშმარიტების შემოცოდნის. შენ ღმერთი ლოგიკური მსჯელობით კი არის, შეუძლებელია ღმერთის ლოგიკური მსჯელობა. ღმერთი იცი მისი გამოცხადებით, ანუ ბიბლიით. ბიბლიას გადაშლა იქ გაიგებ რა არის თუ რა ღმერთის ნება და ვინ არის ღმერთი და როგორია. ანუ შენი კატეგორიები ღმერთს არ უნდა მოახვიო თავზე. ოკემი ფიქრობს რომ შენ თუ იტყვი რომ ღმერთი არის ის ვინც გეუნევა არა კაცკლა, ეს არ არის სწორი. იმიტომ რომ ბიბლიაში შეიძლება ღმერთმა გითხრას რომ კაცი მოკალი, როგორც საულს უთხრა მაგალითად. ანუ ჭეშმარიტების კრიტერიუმი არის არა ის, რაც შენ გონებაში გონია რომ ჭეშმარიტ და კარგია. ჭეშმარიტ კრიტერიუმია ბიბლია. ამიტომ ზოგადი მორალური კატეგორიებიც არ არსებობენ, იმიტომ მორალური კატეგორიები ზოგადობებია. ამიტომ მორალური კატეგორიები თუ არ არსებობენ, მაშინ შენ ღმერთიც არ უნდა ღმერთს არ უნდა როგორ ვთქვა, რედუქცია არ უნდა გააკეთო ღმერთის ან შენ მორალური კატეგორიებამდე. იმიტომ რომ შეიძლება ღმერთმა გითხრას მოკალი, შეიძლება ღმერთმა გითხრას რაღაცა რაც შენ ლოგიკურ მორალში არ ჟღერა, შენ მორალ კატეგორიებში არ ჟღერა. ანუ ჭეშმარიტების კრიტერიუმი არის არა შენი გონება ამ შემთხვევაში, არამედ გამოცხადება. ანუ ამას ეძახიან ფიდეიზმს. რა თქმა უნდა, ბენედიქტელები, არა მარტო ბენედიქტელები, დომინიკელები ამაში არ ეთანხმებოდნენ ამ ნომინალისტებს და ოკეი. მათი აზრით ეს სამყარო არის საფეხურებრივი გამოცხადება ღმერთის არსების. ამიტომ ეს სამყარო ისეთია, როგორიც ის არის, აუცილებლად ასეთია. ღმერთი თავის სამყაროს აუცილებლად ასე გამოხატავს. მისი შინაგანი დაფარულობა ცხადდება თეოფანიებში და ნებისმიერ რამე თეოფანია, მტვერიც თეოფანია, კლდეც თეოფანია არის. ეს არის დიონისე აროპაგელის, ფსევდო დიონისე აროპაგელის მოძღვრებაა, რომ ღმერთი ამ თავის გამოცხადებებში, მანიფესტაციებში გვეუბნება ვინ არის. თავის არსებაში ჩვენ არ ვიცით ღმერთი ვინ არის. შეუძლებელია ღმერთი იცოდა ვინ არის, მაგრამ მანიფესტაციებში, ყვავილში, კლდეში, არწივში, მტვერში, ნებისმიერ რამე ჟირაფში, ამ ურთიერთობებში, კაუზაციაში ღმერთი ავლენს თვითონ ვინ არის. ამიტომ სამყარო აუცილებლად ასეთია, თუ ღმერთი აუცილებლად ასე გამოხატავს თავის თავს. და გამოდის ასეთი სამყარო უფრო სტაგნატიურია, იმიტომ რომ თუ ღმერთი მარადიულია, ის თავის თავს მარადიულად ასე გამოხატავს. მარადიულად გამოხატავს ანგელოზურ იერარქიაში, მარადიულად გამოხატავს მიწიერ იერარქიაში და იმ წესწყობილებაში, რომლებიც მიწაზე არის. ამიტომ აი ესეთი ხედვები, ვინც ამბობს, რომ სამყარო ზუსტად ასეთი უნდა იყოს, ძალიან კონსერვატორულია. ის არ უშვებს სულებას. ოკემი კი პირიქით არის, ხო? ოკემი ამბობს, რომ არ არის, ეს სულაც არ არის ასე. ღმერთი არ განისაზღვრება იმ იდეებით, რომელიც მასში არის. ღმერთი ქმნის ამ იდეებს, როგორცაც უნდა ისიც. გრავიტაციის ძალა შექმნა შეუძლია გააუქმოს. აი ეს ხო გაიარა წყალზე. გაიარა. ესე გრავიტაციის ძალა არ ყოფილა აუცილებელი ღმერთისთვის. ხო შეიძლება ისეთ სამყარო გაეკეთებინა, სადაც წყილოები ყურების პარტყონი დაფრინავენ. შეეძლო. ხო შეიძლება ნებისმიერ რამე გაეკეთებინა, ნახატებში აჩვენებს, რომ ვირები ხადაგებენ დაუშვათ, არ ვიცი, თუთიყუშები რიტორიკის მასწავლებლები არიან. ეს ყველაფერი. ხო შეიძლება ესეთი რაღაც გაეკეთებინა, მაგრამ თუ მას უნდოდა, ის ხო არაფრით არ არის შეზღუდული. აი სასწაულები აჩვენებენ, რომ ღმერთის სამყაროს წესრიგით არ არის შეზღუდული. მაშინ რატო უნდა გავაბსოლუტოთ ეს და ვთქვათ, რომ ღმერთი მთლიანად ვოლუნტარისტია. ყველაფერი შეუძლია გააკეთოს და არ არის დამოკიდებული არაფერზე. ამიტომ ეს სამყარო არ არის აუცილებელი. ეს სამყარო ერთ-ერთი შესაძლებელი სამყარო არის. და თუ სამყარო თვითონ არ არის აუცილებელი,
მით უმეტეს პოლიტიკური წესწყობილებები და პაპის და იმპერატორის ურთიერთობა არ არის. არ არის აუცილებელი და ასეთი როგორც ეხლა გვაქვს. შეგვიძლია შევცვალოთ. თვითონ ოკემი ამას ცვლიდა. აი ლუენამდე ერთი შეხება კიდე მქონდა ოკემთან, იმიტომ რომ ბუდაპეშტში ვსწავლობდი მაშინ ერთი წელი, აქ რომ დავამთავრე და იქ შუა საუკუნის ფაკულტეტზე. იქ ავიღე თემად ოკემის პოლიტიკური ტრაქტატები. აი ოკემს აქვს პოლიტიკური ტრაქტატები, სადაც ამბობს რომ პაპი არ უნდა ერეოდეს იმპერატორის საქმეებში. ეს იყო იმ დროს, როცა პაპს მიაჩნდა, რომ მას უნდა ემორჩილებოდეს ყველაფერი, საერო სივრცე და სასულიერო სივრცე. აი ოკემი წერს ლუდოვიკო ბავარიელმა შეიფარა, ლუდოვიკო ბავარიელი იყო დაპირისპირებული პაპთან, იმ დროს და შეიფარა ოკემმა უთხრა მე დაგისავ შენ კალმით, შენ დამიცავე ხმლით. და ოკემი წერს ტრაქტატებს, სადაც ამბობს, პაპს თავისი პრეროგატივა აქვს, თავის ვიწრო რელიგიურ სივრცეში, მაგრამ აქეთ ნუ გადმოწყვეტა ამ სივრცეს პოლიტიკურ სივრცეს. ეს მთლიანად იმპერატორის პრეროგატივაა. გავს იმაში, რაც ბიზანტიურ თეოლოგიას გავს, ბიზანტიაში იყო ასეთი რაღაცა, რომ პაპით, ანუ პატრიარქი არ ერეოდა იმპერატორის საქმეში. ოკემს იმ დროს, როცა ეს დაუშვებელად მიაჩნია პაპის თეოლოგიებს, ამიდევს საფუძველს. რა თქმა უნდა, აქ როგორც ეს უილიამ ბასკერვილი ლაპარაკობს, ეს არ არის ოკემი. უილიამ ბასკერვილი უფრო შორს მიდის და საერთოდ ლაპარაკობს სეკულარიზმზე. ეხლა სეკულარიზმი არ არის, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებებზე, სეკულარიზმზე და ადამიანის უფლებებზე. სეკულარიზმი და ადამიანის უფლებები ასე არ ულაპარაკია ოკემს, მაგრამ ეკო ამბობს, რომ მე მარტო ის კი არ ვთქვი, რაც იყო. ანუ მე ის ვთქვი, რაც შეეძლოთ მათ ეფიქრათ. მარტო ის კი არ, რაც მათ დაწერეს. ანუ რაც მათ შეეძლოთ ეფიქრათ კიდეც. აი, თითქოს უილიამ ბასკერვილი იმას შლის და ათავსებს რაღაც დიალექტიკურ პროცესში, რაც უკვე არის ჩანასახში ოკემთან. მართლაც შენ თუ ადამიანის უფლებები საიდან მოდის, შენ თუ იღებ ზოგადობას, არის კაცი ზოგადობა და ყველანი უნდა მეწერებოდეთ ამ ზოგადობაში. მაშინ ვეღარ ელაპარაკებ ადამიანის უფლებებზე, ისე როგორც ახლა ლაპარაკობ. მაგრამ შენ თუ იტყვი, რომ ყოველი კონკრეტული კაცია მნიშვნელოვანი, ყოველი კონკრეტული ადამიანია მნიშვნელოვანი და არა ზოგადობა ადამიანის, მაშინ შენ შეგიძლია უკვე ელაპარაკო ყოველი კონკრეტული ინდივიდუალური ადამიანის უფლებებზე. აი ოკემის ეს იდეა ნომინალისტური, რომელიც აუქმებს ამ ზოგადობებს, მიდის აქეთკენ, სადაც მე მივიღეთ ადამიანის უფლებები ევროპაში, ყოველი ინდივიდის დამოუკიდებელი უფლებები. და რომ ზოგადობას არ აქვს ლეგიტიმაცია გავრცელდეს ინდივიდზე. იმიტომ ზოგადობა თვითონ აქვს ძირი გამოცემი ამ ხედვაში ზოგადობას, რა. ისე როგორც ამ სეკულარიზმს. არ არის სეკულარიზმი ოკემთან ესეც სეკულარიზმი არ არის, ოკემი არ იტყვის, რომ იმპერატორი საერთოდ არ უნდა ზრუნავდეს საეკლესიო საქმეებში. როგორ არ უნდა ზრუნავდეს, მაგრამ მაინც ეს რომ გამიჯნა იმპერატორი პაპისგან, რაც თავისუფალი სივრცე შექმნა პოლიტიკისთვის. აი ამას ავითარებს უილიამ ბასკერვილი ცნობილ სიტყვაში, არა, კრებაზე რომ გამოდის და ამბობს, რომ ხო, აი უნდა იყოს ადამიანის უფლებები, არ უნდა იჭრებოდეს არავინ ადამიანის პირად სინდის თავისუფლებაში, პაპი არ უნდა იჭრებოდეს იმპერატორის კანონებში, კანონდებელი საერო კანონმდებლობაში საერთოდ არ უნდა ერეოდეს პაპი და შენ. რომ ყველა ადამიანს აქვს ეს ბუნებით მონიჭებული კანონმდებლობის, მათ შორის არაქრისტიანებსა და ზოგადი ადამიანობის უფლებებზე ლაპარაკობს. და მანამდე არ უნდა შეიჭრა შენ სხვის რელიგიურ ქადაგებაში, სანამ ეს ადამიანი არ არგოს სამოქალაქო წესებს, არ არგოს წესრიგს, არ ხოცა, არ კლავს ვიღაცას და შენ არ იმედებს მოსაკლავად თავისი თეოლოგიური იდეებისას. მაშინ შეგიძლია შეაერთო. მანამდე შენ უნდა მისცეს სრული თავისუფლება. რა თქმა უნდა, ეს არ არის ოკემი ამას არ იტყოდა, მაგრამ ჩანასახში ესა ოკემის ფილოსოფიის რაღაც ლოგიკური განვითარება შეიძლება. რაც შეეძლო ოკემს თავის ერთ-ერთ მივიწყებულ სიზმარში გაკვრით გაეფიქრა. მაგრამ ეს გამოხატა უილიამ ბასკერვილმა თავის სიტყვაში. ეს ლაპარაკი აი განსხვავებული ორდენები, განსხვავებული თეოლოგიები, იქ აი ძალაუფლების სტრუქტურა დამოკიდებულია თეოლოგიაზე. იქ არის ერთი მომენტი, როცა ეს ერთ-ერთი წინამძღვარია მონასტრის აბატ სუჟერის იდეებს ავითარებს. აბატ სუჟერი იყო ბენედიქტელი ბერი, სენ-დენის მონასტერი იყო საფრანგეთში და ულამაზესი ტაძარი აშენდა სენ-დენის გოთიკური ტაძარი. ანუ აბატ სუჟერმა დაუდო საფუძველი გოთიკურ არქიტექტურას. და გოთიკური მე-19 საუკუნეში. გოთიკური არქიტექტურა კი არის დამოკიდებული გარკვეულ ხედვაზე, პლატონურ ხედვაზე სამყაროში. ანუ სამყარო არის თეოფანიების იერარქია. ღმერთის გამოსხივების იერარქია არის სამყარო. და ტაძარმა უნდა ასახოს ეს ღმერთის გამოსხივები იერარქიულად. შუქების იერარქია სამყარო. და აი აქ აბატ სუჟერთან არის არ მარტო ტაძარი ასახავს ამას, არამედ ქვებიც კი ასახავენ ამას. არის ნაკლებად ძვირფასი ქვები, ეს ნაკლები თეოფანია, არის უფრო ძვირფასი ქვები და ქვებშიც იერარქია. ამიტომ აი როცა არის მაგალითად ჯვარცმაზე ალმასია, ჯვარზე დასმული ეს ალმასი თვითონ ქრისტეს გამოხატავს, იმიტომ რომ ყველაზე ძვირფასი ქვა ეს არის და ასე შემდეგ. ყველა სიმბოლურად აქვს ეს ბეჭედი და
რას ამბობს? რახან ეს ასეა, რახან იერარქიას აქვს მარადიული ლეგიტიმაცია. და მე 10-ს ეუბნება ერთხელ რომ აი აკოცე ამ ჩემ ბეჭედს. ნახე ამ ბეჭედი მთელი ეს ბეჭედი სიმბოლოა. სიმბოლო კი არის ანალოგიური, ზეახვანებლობითი შენი სულის. ანუ აი განახედეთ ერთ პასაჟს. ეხლა თუ მოვა სანტეგორია. ეს ბეჭედი ჩემი ძლევამოსილების ნიშანიცაა და ამავდროულად ჩემი ჯვარიც. ეს სამკაული როდია, ეს ბეჭედი განასახიერებს ცხინვალე თაიგუს ღვთის სიტყვისა, რომლის სადარჯოზე დგავა. ნადად მოეფერა ადამიანური და ბუნებრივი ხელოვნების ამ გასაოცარ შედეგში ჩაჭრილ უფარსკევს. აი ამეთვისტო საკე თავმდაბლობისა და ასე შემდეგ. ეს ამეთვისტო ეს ამის თავმდაბლობის სიმბოლოა, ეს ამ სათნოების სიმბოლოა, ეს ამ სათნოების და როგორც სათნოები შეიძლება განალაგო ასე სტრუქტურულად. ასევე ეს ძვირფასი ქვები სტრუქტურულად განადგურებული ამ ბეჭედზე ანახებს აი ამ იერარქიას და სტრუქტურას, რომელიც არა შემთხვევითი კი არ არის, რეალურად ასახავს უხილავ სამყაროს. ამიტომ 10-ს ეუბნება, აი ხა აკოცე ამ ბეჭედს და აღარ გამოიძიო მეტი არაფერი და დაიფიცე რომ გამოძიებას არ დაიწყე. და 10-ო ისე უნდა აკოცეს ამ ბეჭედს, ანუ ხელი მოაწეროს ყველაფერს, მე აღარ ვაზროვნებ, წამოს უილიამ ბასკერვილი გადაარჩენს ამ ფიცისგან, არ აკოცეს ბავშვს რას ერჩია თქვის და რატომ? იმიტომ რომ უილიამ ბასკერვილის ეს სტრუქტურა არის მათყუარა. ანუ აქში ეს არის სისტემა, რომელიც შენ ჩაგითხროს რაღაცაში, ისეთ სივრცეში, სადაც შენ აზროვნებას შეწყვეტ, უკვე რაღაც მისტიკური ხილვის გამო, მისტიკური ხილვის სანაცვლოდ შეწყვეტ აზროვნებას და უილიამ ბასკერვილი ამბობს, აზროვნება არასდროს უნდა შეწყვიტო. და რა არის აზროვნების მიზანი, ასე ეკითხება. რას მეკითხები აზროვნების მიზანი რა არის? აზროვნების მიზანი არის აზროვნება, კვლევის მიზანი არის კვლევა. არაფერი პრაქტიკული ამას არ არის. აი არისტოტელურად ეუბნება, ხო? გაკვირვების და ფილოსოფიის მიზანი არის ახალი გაკვირვება, ახალი ფილოსოფიური ჩაფიქრება. და ესეთი რაღაცა არ უნდა შეწყვიტო აზროვნება, რაღაცა სისტემამ არ უნდა გაგაჩეროს. ხო ეს მიზეშედეგობრიობის კრიტიკაზე ვლაპარაკეთ, არა? ბევრად ილასაა ეს. ოკემი არის მიმოფანტული მთელ ამ წიგნში. უილიამ ოკემის და ნომინალისტური იდეები მთელ ამ წიგნშია მიმოფანტული. ოკემის ღმერთია საინტერესო. როგორც ვთქვათ, აი ოკემი რატო არის? ოკემი როცა აუქმებს აი ისეთ ღმერთს, რომელიც თავისავს ავლენს ამ სამყაროში და აუცილებლად ავლენს ასე. და აუცილებლად ასეთ სამყაროში. და აუცილებლად ამ კანონებით. ოკემი რო უპირისპირდება ამას, ოკემი არ უპირისპირდება ამას როგორც რაღაცა ტარტაროზი და ბოროტია და პირიქით ის ფიქრობს, რომ ამით იცავს ავთენტურ ქრისტიანობას. მისი აზრით ეს ასე შემოსვლა ლოგიკის და ფილოსოფიაში და პლატონის ასე შემოყვანა თეოლოგიაში და პლატონის ასე შემოყვანა ქრისტიანულ თეოლოგიაში, ქრისტიანული თეოლოგიის არსს არღვევს. და ქრისტიანული თეოლოგიის არსი ოკემის აზრით არის ღმერთის ვოლუნტარიზმი. ღმერთის ნებისმიერობა. სამყარო ღმერთს აუცილებლად არ შეუქმნია, სამყარო ღმერთს შექმნა ვოლუნტარისტულად. უნდა შექმნი და უნდა არ შექმნიდა. მან ეს ინება და შექმნა. არა როგორც პლატონთან, რომ სამყარო სხივდება უპიროვნო რაღაც ერთი პრინციპისგან სხივდება აუცილებლობით, როგორც ზიდან სხივდება შუქები. ზიდან შუქები სხივდება აუცილებლობით. ზეს არ აქნება გამოასხიო შუქები თუ არა. და ასე ესმოდა პლატონური ღმერთი და ესეთი ღმერთის სახე შევიდა ქრისტიანულ თეოლოგიაში ძირითადად. მაგრამ ოკემი ფიქრობს, მაშინ ირღვევა ღმერთის ვოლუნტარიზმი. ღმერთს მოსასწავლებით შეუძლია. ესე იგი მას შეუძლია შეცვალოს ეს ყველაფერი. ანუ ღმერთი ოკემთან არის ვოლუნტარისტი. მაგრამ ეს ვოლუნტარიზმი რას ეფუძნება? აი ესა დიდი შეკითხვა, ხო, რას ეფუძნება ეს ვოლუნტარიზმი? ნუ პლატონი იტყოდა, რომ ვოლუნტარიზმი ეფუძნება ვოლუნტარიზმი უფრო დაბლადგას, ვიდრე ობიექტური ღვთიური სტრუქტურები. ოკემი ამბობს, ობიექტური ღვთიური სტრუქტურები არ არსებობს. ღმერთი იწყება მისი თავისუფალი ნებით და თავისუფალი გაწყვეტილებებით. გამოდის, რომ ღმერთის ეს თავისუფალი გაწყვეტილებები არაფერს არ ეფუძნება. ანუ გამოდის მაშინ რაღაცა არის პრინციპი, რომელიც თავის ღმერთთან ერთად არის და თვითონ ეს პრინციპია ღმერთი შემთხვევითობა. რაღაცა ქაოსი. აი ბოლოში ფაქტობრივად ამით თავდება ეს ნაწარმოები თავდება ასე. ნახეთ. ზაგიფოთ ამას ცოტა. აი. ხოსა საინტერესოა, ეს დეტექტიური მოთხრობაა რა, მაგრამ ესა ირონია დეტექტივზეც. იმიტომ რომ ჩვეულებრივ დეტექტივში მაგალითად რომ წაიგითხო შერლოკ ჰოლმსი ან პუარო, რა ვიცი, მეგრე, ეს დეტექტივური მოთხრობები წაიგითხო, იქ ჩანს რომ დეტექტივი არის გამარჯვებული, რომ მან გამოიცნო მიზეზშედეგობრიობა და მივიდა, აი ეს არის.
ის არის ამოხსნა. აქ ეს არის გაშარჟებული, იმიტომ რომ თუ ეს თანმიმდევრული ნომინალისტია, მაშინ მიდის იმ დასკვნამდე, რომ ბოლო-ბოლო მიზეზშედეგობრივება, რითაც მე გამოვიძიე ვინა მკვლელი, არ არის სანდო და მართლაც ასე აღმოჩნდა, რომ ის მიზეზშედეგობრივება, რითიც მან ეგონა რომ გამოიცნო მკვლელი ვინ არის, სინამდვილეში ყოფილა სრული შემთხვევითობა. სრულიად შემთხვევით იფიქრა და არასწორად იფიქრა, რომ მკვლელობები დაგეგმილია ეთყობა აპოკალიფსის წიგნის მიხედვით, 7 ანგელოზის გამოცხადების მიხედვით, თურმე ესე არ ყოფილა, მაგრამ კარგად ჩაჯდა მაინც. ამ მოდელმა, რომელიც სწარი მოდელი იყო, ამოხსნა, მაგრამ ამოხსნა შემთხვევით. მე ეძებდა მკვლელს და რამდენიმე მკვლელი იყო. ანუ რაღაცა ესეთი უცნაურობაა, რომ დეტექტივის ირონიზაციაც ხდება. იმიტომ ირონიზაცია, რა თქმა უნდა, თუ არ არის არსებები, თუ კაუზაცია არ არის ფუნდამენტური. და არ გექნება შენ იმედი, რომ ეს კაუზაცია ფუნდამენტური იქნება. და მე აცო ეკითხება. კი, მაგრამ როგორ შეიძლება არსებობდეს რაღაც აუცილებელი, რომელიც მთლიანად შემთხვევითობებით იქნება ნაკსოვი. რა არის აუცილებელი, რომელიც შემთხვევითობებითაა ნაკსოვი? ან ვინ არის? ოკემის ღმერთი. თუ ღმერთი არ არის განსაზღვრული არაფრით თავის თავში. თუ ღმერთი შეუძლია ერთხელ გითხრას, რომ საულს დაავალოს, რომ მოკალი მთლიანად გაწყვიტე ფილისტიმელები, მერე მოსეს უთხრას დაუწერე ამ ხალხს არაკაცკლა. როგორ შეიძლება? ესე იგი თვითონ ღმერთი არ არის განსაზღვრული არ მოკლით. ესე იგი ღმერთი ხან ამას ამბობს, ხან იმას ამბობს. რაღაც კონტექსტში ესაა სწორი, რაღაც კონტექსტში ესაა სწორი. ანუ ვერ დაადგენ ღმერთს, ღმერთი არაფერზე არაა დაფუძნებული. ამიტომ ესაა, როგორ შეიძლება არსებობს რაღაც აუცილებელი, რომელიც მთლიანად შემთხვევითობებით იქნება ნაკსოვი. ასეთ ამას ოკემი არ ითქვა და ოკემი ეს არ არის ოკემის თეოლოგია, მაგრამ ოკემის თეოლოგია შეიძლება ეს მიმართულება მიეცეს. ამიტომ როცა ხანდახან კრებებზე დაგმობდნენ ხოლმე ძველ დროში რომელიმე თეოლოგიის შეხედულებებს, ამ თეოლოგიის შეხედულებებს კი არ მომდნენ რეალურად, არამედ იმ ლოგიკურ, როგორ თქვა, პროცესს, სადამდეც მივიდოდა ესეთი თეოლოგია. ამიტომ შეიძლება თავის ჰერეტიკულ ბოლომდე, ასე ვთქვათ, მიყავს უილიამ ბასკერვილოს ან უმბერტო ეკოს ეს იდეა, რომ ფაქტობრივად ოკემი აუქმებს ღმერთს. მაგრამ მაშინ რა განსხვავებაა ღმერთსა და პირველ საქმის ქაოს შორის? ერთის აბსოლუტური ყოლის შემძლეობისა გწამდეს და თან მიგაშთეს, რომ ის არაფერზეა დამოკიდებული. საკუთარ გადაწყვეტილებებზეც კი, ანუ ღმერთი საკუთარ გადაწყვეტილებებზეც არაა დამოკიდებული. ერთხელ თქვა მოკალი, მერე თქვა აღარ მოკლა. თავის გადაწყვეტილების მისთვის პრინციპი არა, რადგან მერე პრეცედენტის ძალა იქნება ღმერთისთვის და ის მერე სხვა რაღაცას იწვევს. ეს იმის მტკიცებას არ ნიშნავს, რომ ღმერთი არ არსებობს. ეს ამას აცო ეკითხება. უილიამმა გამომხედა გრძნობის ნატამალის კი ვარ შემონიშნების ნაკვთებში და მითხრა: როგორ ხარ უნდა გაუზიაროს სწავლულმა სხვებს თავისი ცოდნა, შენს კითხვას დადებითად უპასუხა. და უცნაური რაღაცა უპასუხა, რა? და თვითონ აცომ არ იცის, რა თქვა უილიამ ბასკერვილმა. იმიტომ რომ თუ იტყვის უილიამ ბასკერვილი, რომ ღმერთი არ არსებობს, ეს იმ დროს ნიშნავს, რომ შენ დაგწოვენ კოცონზე და ვერავის არ გაუზიარ, მე შენ იდეებს, ხო? ვერ მივხვდი რა თქვა, ჩავეკითხე. იმას გულისხმობ, რომ თავად ჭეშმარიტების კრიტერიუმის გარეშე გასაზიარებელი ცოდნაც არ იარსებებდა, ანუ ჭეშმარიტ კრიტერიუმი ღმერთია და თუ ეს კრიტერიუმი მოსწვეთ, გასაზიარებელი ცოდნა აღარ იქნება. თუ იმას რომ ვეღარ შეძლებით საკუთარი ცოდნის გაზიარებას, რომ სხვები არ დაგანებებდნენ ამას, იმიტომ ათეისტ მაშინ არ დაანებებდნენ ამ ცოდნის გაზიარებას. პასუხი ამას არ აქვს. ახლა ეს შეება აპოფატიკურად, ეს გაურკვევლად შეება ეს პასუხი. ფაქტობრივად ეს რომანი არის ღმერთის ამ იდეამდე მისვლა, მაგრამ არ არის ეს უილიამ ოკემის იდეა ღმერთზე. ეს არის უილიამ ოკემის იდეების შესაძლო განვითარება. უილიამ ოკემი რო გეთქვა, რომ შენ მიდიხარ იქამდე, რომ ღმერთი არ არსებობს და შემთხვევითობას აცხადებ თავად პრინციპად, გეთქვა და არა გამანებად თავ ეს მე არ მithქოს. მაგრამ მისი იდეები აქეთკენ შეიძლება წაიყვანო და უმბერტო ეკომ აიღო ოკემის იდეებით რეზინის სკვირილი და მიატრიალა იქით საერთოდ თვითონ უნდა. შეიძლება მიატრიალო. ეს ოკემი იძლევა მის საშუალებას, მაგრამ ეს თვითონ ოკემის აზრები არა. დიდი თეოლოგი იყო ძალიან და ძალიან მორწმუნე იყო. მისი ეთიკა რომ ნახო, ძალიან თეოლოგიური ეთიკა, ასე რომ ოკემი ამას არ დაეთანხმებოდა ბასკერვილის ამაზრებს და შეეძლო შეკამათებოდა. მაგრამ ისე რომ მისი იდეები აქეთკენ მიდიან. მაგრამ ეხლა საკითხი რა არის და მთავარი მესიჯი ამ წიგნის რა არის და რისთვის იყენებს ოკემს ეკო და თავისი სათქმელი რა აქვს. მე ვფიქრობ, კარგად არის აქ თუ წაიკითხავთ ამ წიგნს, მე მისი დამატებითი მსჯელობა წაიკითხე, ძალიან მნიშვნელოვანი გასაგები ამოხსნის აქ არის. ეკო ამბობს, რომ მე შუა საუკუნეები ჩემი გატაცებაა, ჰობია, მე არა ვარ შუა საუკუნეელი. ეს ჩემი სიყვარულია შუა საუკუნეები, მაგრამ მე არა ვარ არც ერთ ამ ორდენს არ ეკუთვნის უილიამ ბასკერვილი ეკო. ეკო არ არის არც პრაქტიკული, არ მონაწილეობს ამ კამათებში. ის ამ კამათებს უყურებს გარემო. არც ერთის მიმართ არა თავმიძღვრილი. არც თავმიძღვრილი ქართულად ინგლისურად უფრო კაი სიტყვა, ზუსტის შესაძლისი არ არის ქართულად.
commit yourself, რაღაცა მიუძღვნა თავი რაღაცას, თლიანად მიუძღვნა. არც ერთის მიმართ არა თავმიძღვნილი ეკო. ანუ პოზიცია ეკოსი არის ირონიული. ამიტომ მთელი ეს ნაწარმოები არის აგებული ერთ ინტრიგაზე, რომ არისტოტელეს წიგნი კომედიაზე, ანუ ირონიის როლი. ირონია, რა თქმა უნდა, ირონია, რა თქმა უნდა, არ არის პრობლემა, როგორც ჭეშმარიტების შეცნობის ინსტრუმენტი ერთ-ერთი. აიღეთ სოკრატე. სოკრატე არის ძალიან ირონიული, მთელი სოკრატე ირონია. მაგრამ სოკრატეს ირონიას მართავს რაღაც ალმასის სიმი, რომელზეც ყველაფერი ჩამოკიდებული. ალმასის სიმი არის, რომ მე ირონია მჭირდება არა ირონიისთვის, არა ირონია მჭირდება, რომ ჭეშმარიტება შევიცნო. ირონიით მე ვიგერიებ რაღაცას, რაც არ არის და მაგრამ ეს ალმასის სიმი წარმართავს. აი ამადეუსის ფილმი მილოშ ფორმანის იქ არის ეს სალიერი ამბობს, რასაც არ უნდა უსმენდება მოცარტის, იქ სულ რაღაცა მარგალიტივით ერთი რაღაც ტონი არის, რაც ღვთიური ტონი სულ ჩანს ყველგან. მე ვამჩნევ ამ ტონს. აი სოკრატეს ფილოსოფიაში ყველგან რაც არ უნდა ირონიული იყოს, რაც არ უნდა დესტრუქციული იყოს, ყოველთვის ეს კონსტრუქციული რაღაცა აი სხივი, რომელიც დანათის სოკრატეს აზრებს სულ არის. ანუ ირონიას მართავს რაღაც უფრო მაღალი პრინციპი. ირონია ირონიისთვის არ არის. ისე როგორც აი სახარებაში არის ირონია. მაგალითად იესო იყენებს ირონიას. ფარისევლებს ეუბნება, რომ ფარისევლები რატო დადიხარ ეუბნებიან იესოს, რატო დადიხარ შენ ამ შეხვედრებზე ამ როსკიპების, დაუშვათ ამ მებაჟეების, ყველა საზეგელი ხალხის და ჩვენთან რა პაროდიხარ და იესო ჯანმრთელებს არ ჭირდებათ კურნალი. რატომ ჯანმრთელებს არ ჭირდებათ კურნალი, უნდა თქვენ ჯანმრთელები ხართ, თქვენ რატომ უნდა მოვიდეთ. სიამოვნებაში ირონიულად ეუბნება, ირონიულად პირიქით უნდა გაიგოთ, თქვენ ყველაზე მეტად ჭირდებათ. უბრალოდ ჩვენთან რა მოდიხართ, არ ეუბნებიან. არ ჭირდებათ, არც უძახიან. მაგრამ აპადრიან იმათთან რატო დადიხართ. ეს უნდა თქვენ ჭირდებით ყველაზე მეტად, თქვენ გონიათ რომ ხედავთ, თქვენ ვერ ხედავთ, მაგრამ ეუბნება ირონიულად, რომ ჯანმრთელებს არ ჭირდებათ კურნალი. ხილულებს არ ჭირდებათ ექიმი, იმიტომ რომ თქვენ მე ღმერთთან მიდიო. ანუ ირონია მე ბერძენი განმარტებელები ამას ეგრეთ წერენ. ეირონუმენოს, ანუ ირონიულად ამბობს. ქართველებს რაღაც არ ქონდა ეს ტერმინი ირონია, ათონელი ასე თარგმნობს, ბასრობით ამბობს, დაცინვით ამბობს. თვითონ ოქსიმორონი ჟღერს, არა ქრისტე დაცინის. მაგრამ ეგრე იყო დაცინოდა. მაგრამ დაცინოდა მიზნით, არა იმის რომ დაეცინა და გაეთათხა. დაცინოდა იმიტომ რომ გაეცინა ირონიით თქვენთვის დაფიქრდეს. ეგრე არის, მართლა მე არ ჭირდება კურნალი, იმას ჭირდება მართლა თუ მე ჭირდება. ეს დაფიქრების და ანუ ესეც სოკრატული ირონია, სოკრატული ირონია ახაც ახარებებს. ანუ როგორც მექანიზმი, ინსტრუმენტი ჭეშმარიტების. მაგრამ აქაური ირონია, სხვა ირონია, ესაა რადიკალური ირონია. ირონია ყველაფერზე. პოსტმოდერნული ირონია. ანუ შენ ყველა ტექსტის მიმართ ირონიული ხარ. ყველაფრის მიმართ და შენ ხარ ირონიულ თამაში. მე ამბობს ერთ ადგილას, აი პოსტმოდერნული ეპოქა ესეთი ეპოქაა, როცა შენ ქალს ვერატყვი გაგიჟებით მიყვარს არ, იმიტომ რომ იცი რომ იმანაც იცის რა ტექსტიდან ამბობ შენ და შენც იცი რა ტექსტიდან ამბობ, ამიტომ შენ ამას ვერ იტყვი სერიოზულად. რაღაც სერიოზულად ვერ იტყვი. საერთოდ ვეღარ გამოხატო მაშინ სიყვარული. არ გამოხატო, მაგრამ შენ ეტყვი რომ როგორც აი ეს წერალი ამბობს და ამით ის შენს და ის ქალიც მონაწილეობთ თამაში. სადაც უკვე აი თავგად როგორც აი იმ სიყვარულის იმ გულუბრყვილო თავგადაკრული სიყვარულის გაგიჟებული სიყვარულის შესაძლებლობა აღარ არის. მაგრამ თამაშია და ჩვენ მონაწილეობთ ამ თამაში. ფაქტობრივად ეკოს მესიჯი ამ რომანით არის რომ ჩვენ შევედით ეპოქაში, სადაც ვართ რადიკალური ირონიის ეპოქაში, სადაც არ არის თავმიძღვნა არაფრის მიმართ. და ვინც იტყვის რომ თავმიძღვნა არსებობს, ის არის ჩამოსაწერი ჩვენი ეპოქიდან. მაგრამ ესა სუბვერსიული რომანი, რა ვიცი, ერთადაც ამბობს რომ ანუ ესა ეხლა რაც ხოლისმომცველი ირონიზმი თამაშის კულტურა თვითონ ამბობს ასე რა. ანუ ახლა ის ამბობს რომ ჩვენ კი არ უნდა მოიცილოთ ის, კი არ უნდა გავაუქმოთ როგორც მოდერნიზმი აუქმებს, მაგალითად ძველს და ამბობს ჩვენ უფრო მაგრები ვართ. და იმას ძალიან თავობს. არა, პოსტმოდერნიზმი არ აუქმებს. ის იღებს იმას, მაგრამ გადაიაზრებს უკვე დისტანცირებულად, ირონიულად. ანუ ირონიული გადააზრება. ფაქტობრივად ესა ეკოს მიერ შუა საუკუნეების, როგორც შუა საუკუნეების გაუქმება, მეტაფიზიკის გაუქმება მთლიანად. ოღონდ მისი შენარჩუნებით, გაუქმება შენარჩუნებით. იმიტომ რომ მასთან არის ეს იდეა, რომ უნდა გადარჩეს, უნდა გადაერჩინათ არისტოტელეს პოეტიკის წიგნი, სადაც ირონიაზე ელაპარაკი და ეს ირონია უნდა იყოს ირონია ირონიისთვის. უკვე რადიკალური ირონია, ანუ ირონია აყვანილი ღვთიურობაში, ასე ვთქვათ, აბსოლუტში. აი, დაახლოებით სწორედ რისი გადმოცემაც მინდოდა დღეს და დამჩენი კითხვა-პასუხის რეჟიმში დავაგზავნოთ ახლა.
ამ წიგნში ბიზანტიური თეოლოგია ნახსენები არის ამ წიგნში ნაკლებად. უფრო ნახსენებია ბიზანტიური თეოლოგია, როგორც ეს გავიდა ევროპაში დიონისე აროპაგელის თარგმნელი. დიონისე აროპაგელი ხშირად სულ დიონისე აროპაგელი ისუ ჩანს. ანუ ესა რაღაცა ფსევდო დიონისე აროპაგელი, არა? ეს ბერძნულიდან თარგმნეს ლათინურად. ყველას გავლენიანი თარგმანი ჰქონდა იონეს სკოპუს ერიგენას. და აქედან ეს იერარქიზაცია სამყაროს და ეს თეოფანიების იდეა, რომ მთელი სამყარო არის ღმერთის გამოსხივება, გამონაშუქი და სიმბოლოები არის, რითიც ჩვენ შეიძლება ჩავწვდით ღმერთის უხილავ რეალობას, ხილული სიმბოლოები. მაგალითად, კლდით ჩავწვდით იმას, რომ ღმერთი უცვლელია დაუშვათ. არა, ან თვრალი კაცით ჩავწვდით იმას, რომ სალონებში გაიგვიძა ღმერთმა როგორც თვრალმა კაცმა. ჩავწვდით იმას, რომ ღმერთის სიყვარული არ არის ჩვენი გონების კატეგორიაში მოთავსებადი, როგორც ჩვენი არაპროგნოზირებადია მთვრალი კაცი, ისე ჩვენი პროგნოზის ქვეშ ვერ იქნება ღმერთის სიყვარული. მის სიყვარული ჩვენ ყველა პროგნოზს აღემატება დაუშვათ. ამ მთვრალი კაცის კი სიმბოლოა ამის. ანუ ეს ყველაფერი სიმბოლური თეოფანიების იდეა, აროპაგელიდან შესული დასავლურ თეოლოგიაში, ეს სულ ჩანს აქ. მაგრამ კერძოდ ბიზანტიურ თეოლოგიაზე არ ლაპარაკობ სპეციფიკურად უმბერტოები. დარწმუნებული ვარ, საინტერესო იქნებოდა შეეტანა, მაგრამ ეს არ გავუკეთებია, გადატვირთავდა, რომ დაავიწყო ეს კონტექსტი. ეს კაი შეკითხვაა, იმიტომ რომ იქ ჩანს სხვა თეოლოგიც, იოაქიმ ფიორელიც, რომელსაც აქვს ეს იდეა არა დიონისე აროპაგეულის, დიონისე აროპაგეულის იდეა ძალიან სტატიკური იდეა, ანუ ღმერთი სულ ასე ავლენს თავის თავს. დინამიზმი ნაკლებადაა, დიონისე აროპაგელი არის ვერტიკალური იდეა. შენ სამყარო არის ძირითადად ისეთი როგორც არის და არ იცვლება, შენი მიზანია ამ სამყაროში უფრო მაღალ-მაღალი თეოფანიები ნახო და ანუ ვერტიკალურად აიტყორცლა შენი თავი წაში. ანუ ახვიდა ბოლოში ღმერთის ჭრედამდე, ხო ვერტიკალურად. იოაქიმ ფიორელს აქვს ისტორიციზმის იდეა, რომ კაცოური ისტორია დაყოფილია სამ ეპოქად. მამა ღმერთის ეპოქა, ძე ღმერთის ეპოქა და სული წმინდის ეპოქა, რომელსაც ეს ფრანცისკანი ლიბერები ელოდებიან. ანუ დასავლური თეოლოგია უფრო ისტორიციზმითაა დამუხტული და აღმოსავლური თეოლოგია არის უფრო სტატიკური და ასე ვერტიკალური. დასავლური თეოლოგია ჰორიზონტალური უფრო. ძალიან მარტივად გამოხატა, მაგრამ დაახლოებით ასე. კიდევ არ გიჩვევა. ძალიან რომაში შემთხვევით ახლა იყოს რომ ვილიამი არის ბრიტანელი ხო? შესაბამისად ძალიან ცნობილია რომ ანუ ბრიტანეთი არ მარტო თავისი ბრიტანელი იდეოლოგიური გამოჩენ ნომინალიზმით თქვა ხო? შემდგომ ეპოქებში რაღაც ბრიტანელები უბრალოდ ემპირიკული სკოლა განირჩევა მაგალითად კონტინენტური რაციონალიზმისაგან, ასაკად ოდოლოგიური ფილოსოფიისაგან. და უფრო ანუ მოგვიანებით კიდევ ანუ საერთოდ ბრიტანული სამართალი და ზოგადად ბრიტანული ან უბრალოდ ანგლოსაქსონური სამართალი და
ანგლო-საქსონური ეკონომიკური აზროვნება თუნდაც, ანუ ცალკე საკითხია, ცალკე რაღაც თემაა და კონტინენტური მისგან უფრო გამიჯდულია. ჩემი შეკითხვაში მდგომარეობს თქვენი აზრით, როგორ ფიქრობთ, რა თეოლოგიური და ისტორიული წინამძღვრები განაპირობებდა და ამ ზოგადად განსხვავებას ერთი მხრივ კონტინენტურ აზროვნებას და მეორე მხრივ ბრიტანულ ეს არის კარგად არ ვიცი, მაგრამ ალბათ აი ზუსტად ეს მომენტები, რომ ნომინალისტური სკოლა ასეთი ძლიერი რო იყო ინგლისში, ეს ემპირიციზმი უკვე ამ გვიან შუა საუკუნეებში ოკემის დროს ასეთი ძლიერი იყო, როჯერ ბეკონი აქ იყო, ოკემი აქ იყო. ანუ ეს განაპირობებდა, რომ როგორც ჩანს ეს მუხტი ახლდა ინგლისურ მიმართულებას, ინგლისური ფილოსოფიის მიმართულებას. მე მივიდოდ ამის პროდუქტია დევიდ ჰიუმი, არა? დევიდ ჰიუმიც ამბობს, რომ ხო, ეს უნივერსალები შეუძლებელია ჩვენ რეალობა ვიცოდეთ, ჩვენ ვის მარტო ჩვენში რა ხდება. და ემპირიციზმი და კონტინენტური უფრო მაინც პლატონის აჩრდილი ყოველთვის ახლავს კონტინენტურ ფილოსოფიას. კანტიც მაგალითად, რომელიც ჰიუმს დაუპირისპირდა, ჰიუმის ემპირიციზმს. ესე ვთქვათ, გულის გულში პლატონისტია კანტიც, იმიტომ რომ ტოვებს აი ამ ობიექტურ სტრუქტურებს, ამ კატეგორიულ იმპერატივებს, აპრიორულ ფორმებს. და რამდენად ეს ამას ჰქონდა მე გავლენა ლეგალური სისტემის ჩამოყალიბებაზე და სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურ სისტემებზე, მე არ შემისწავლია საკითხი, მაგრამ ცხადია ძალიან საინტერესო საკითხია და ამაზე ბევრი ნაშრომი იქნება დაწერილი. Esmomeli davası var. Orada da bu ara kaskala bir şey sapandı var. Sonra yani bir son alıştı o zannetin sonra aslında bizimle muhabbetini yapmışlar. Ay böyle bir adam ya. Ama şimdi bu var topa ay böyle yazdı kabul şey sapandı da sana ne yapacağım bir şey bilmiyorum. ჩემი პირადი აზრი? მე პირადი აზრი მაინტერესებს და ჩემი რაში და მაქვს, მაგრამ გოდა მე უბრალოდ მე რას ვლაპარაკია? ოკემი როცა ამ აზრებს ლაპარაკობდა, ოკემი არ ლაპარაკობდა ამას როგორც ქრისტიანობის მოწინააღმდეგე. პირიქით, ოკემი ფიქრობდა, რომ ის იყო პირიქით დამცველი ქრისტიანობის. ის ფიქრობდა, რომ ათავისუფლებს ქრისტიანულ თეოლოგიას აი პლატონიზმის როგორ თქვა შხამისგან, ასე და მისი აზრით. იმიტომ რომ პლატონმა თავისი ხედვა ჰქონდა ღმერთზე, უპიროვნო ხედვა, რომ ღმერთი პლატონ არ არის პიროვნება და ის კი არ არის მართალი, რასაც ღმერთები გაზრდიან. ღმერთები იმიტომ გაზრდიან რაღაცას, რომ ის უკვე მართალია თავის თავში. და თავის თავში მართალი კი არის უპიროვნო პრინციპი რაღაც. ოკემის ეს ხო დარღვევა ქრისტიანული გაგების ღმერთის, იმიტომ რომ ქრისტიანული გაგების ღმერთი პირველ რიგში არის პიროვნება. და პიროვნება კი არის თავისუფლება. ამიტომ მას თავისუფლად შეუძლია რაც უნდა ის დააწესოს. და აი დააწესა მოკალი, ეხლა დააწესოს არ მოკლა. და ეს მისი აზრით ეს ამიტომ ღმერთზე გელაპარაკება წმინდა წერილი და შენი ინტუიცია, მისტიკური გამოცდილება, მაგრამ არა რაციონალიზაცია ღმერთის. ღმერთის რაციონალიზაციით შენ ღმერთს ავიწროვებ. შენი გონების პრინციპებამდე. და ესაა მისი აზრით კრეხელობა, ოკემის აზრით. სხვა ფილოსოფოსების აზრით ასე არ არის, იმიტომ რომ შენ ღმერთთან ეს გონების შუქი მოგცა იმისთვის, რომ თვითონ ღმერთზე შეიცნო რაღაცები. ამიტომ აი ეს ორი ხედვა ერთმანეთს უპირისპირდება. ჩემი პირადი ხედვა, ჩემი პირადი დამოკიდებულება ასეთია, რომ ეს ორი ერთმანეთს არ უპირისპირდება. კონტექსტუალურია და ჩემი არ არის. ეს უბრალოდ არის სკოლა თეოლოგიის, რომელიც ამას ხსნის გარკვეულად. ხსნის ოიკონომიის პრინციპით. ოიკონომიის პრინციპია, რომ ღმერთი რახან ზუსტად იმიტომ, რომ პიროვნება სხვადასხვა სიტუაციას არგებს რაღაცა მარადიულს, რომელიც უცვლელია და მისი არის და უცვლელია მასთან ყოველთვის. აი იმ უცვლელს არგებს რაც კონტექსტუალურად სხვადასხვა სიტუაციებს, რომ ოპტიმალური იყოს იმ მომზადებელი კაცობრიობისთვის. ამიტომ არაკაცკლა აბსოლუტურში ყოველთვის რჩება, მაგრამ არის რაღაც სიტუაციები, როცა უარესი მოხდება, რო არ მოკლან. დაუშვათ ამგვარი ოიკონომია. ანუ ძველ ქართულად არის განგებულებას ეძახდნენ ამას ძველი თეოლოგიით, ხო? ამიტომ ეს ჩემი პირადი პასუხი არ არის, რაც სკოლა ფილოსოფიის, რომელიც მე შუაში მიჯდება, ფიქრობ, რომ ეს სწორი პასუხი არის. მაგრამ ეს ამ შემთხვევაში უბრალოდ ამ შემთხვევაში ეკოს ამ რომანთან პირდაპირ კავშირში ეს არ არის. მე უფრო კომენტარი მინდოდა პირველში დიდი მადლობა ძალიან ლევას ამ საერთოდ მე როგორც მთარგმნელი სულ 5 წელი მუშაობდი ამ წიგნზე.
ხო და ანუ მინდა ვთქვა რომ ძალიან დიდი ნაწილია ჩემი ცხოვრების მასში ჩადებული და ძალიან მნიშვნელოვანია ამიტომ და მე არ მქონდა თარგმნის არც ახლა და მით უმეტეს მაშინ როცა დავიწყე შესაბამისი არც თეოლოგიური თვალსაზრისით მომზადება არც ისტორიული არც ფილოსოფიური და ასე შემდეგ და ძალიან რთული იყო ამ ხრივადაც გარდა იმისა ნუენობრივი და ასე შემდეგ და ეს წიგნი რომ დავსრულდა და წაიკითხა რამდენიმე ესეთმა კომპეტენტურმა ადამიანმა ჩემს კომპეტენტურმა და მათი კომენტარები ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე და სულ ფიქრობდი რომ აი ესეთი ხალხის აზრი, აი ხა როგორც ამ შემთხვევაში ხარ გავიგე ამ შეხვედრის შესახებ, აი ძალიან გამოვქანდი რა ვთქვა, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებდა და მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და ლევანს ძალიან დიდი მადლობა ესეთი მიმოხილვისთვის. მე რა მინდოდა ლევან იცით რომ მეკითხა სულ აქვს ეკოს ყველა რომანს აქვს ეს პრობლემა, ყალებში პრობლემა რომ ის რადგან მოდის როგორც მეცნიერი დაიბადა როგორც მეცნიერი და მისი ბექგრაუნდი და აწყობს პრინციპში ან ვთქვათ საწყის ფორმაციას გულისხმობ არის კვლევარის და მეცნიერის აი ამ გაორებასთან იყო სულ დაკავშირებული. ანუ ყველა ესე იგი სად არის რომანი, სად არის ლიტერატურა და სად არის ვთქვათ დოკუმენტური და ის რაც შეიძლება ვთქვათ ისტორიული რომანის ყოველ შემთხვევაში აი ჩონჩხად მონათლობს თუ არ ვთქვათ, ხო? ამ რომანში ეს ძალიან არის და თვითონაც თარგმნის დროსაც და ალბათ კითხვის დროს. ამიტომაც არის ხოლმე რომ იწახა ბოლო რომანმა მაგალითად ძალიან დიდი დაკა გამოიწვია გურიაში იმ თემაზე რომ რა ზედა ეს რევიზია და რა თქვა ეს ამ კაცმა. ანუ გამიჯვნა სად არის ეკოს აზრი და სად არის მხატვრული ნაწარმოები ძალიან რთულია ხო. იმიტომაც არის რთული რომ ლაპარაკობს დოკუმენტურ ფაქტებზე და როგორც ლევანმა თქვა, მე ეს ზუსტად Google-ის საშუალებით თარგმნით, იმიტომ ანუ რას გულისხმობ ამაში სახელებს, ფაქტებს, ადგილებს ეხა ადამიანი თქვა ვინც ათარგმნის აფიქრობს უბრალოდ ამაზე რომ გეოგრაფიული სახელი და კერძო სახელები თარგმნასთან რამდენი პრობლემა და მე სულ ვფიქრობ რომ აქ შეცდომაა დაშვებული და მივხვდი რომ ადამიანებს ვეკითხებოდი ხოლმე რა როგორ იმიტომ არიან პერსონაჟები რომლებიც გადმოდის როგორ არის თქვა რაღაც მეტნაკლებად მიღებული კანონიკური სახელებით ქართულად დამკვიდრებული არის პერსონაჟები რომლებიც ნაკლებად და თქვა თარგმნის არჩევანზეც არის. ანუ სულ ვიყავი აი ამ ზღურბზე სად არის მხატვრული ნაწარმოები, სად არის ლიტერატურა. ეხლა ძალიან შავდღეში ვარ ერთ-ერთი ჩემი სტუდენტია. რატომ? იმიტომ რომ ეს წიგნი ჩავსვით ლიტერატურის კურსის სილაბუსში. და ახლა შეიძლება ცოტა ესეთი რამე ვთქვა უცნაური ახლა და დამაპუტავდა თავს დიოგენეში ერთი ადამიანი ვიცით მას, იმიტომ რომ მე შეიძლება თამამი განაცხადია რომ ეს წიგნი რამდენ შეიძლება იყოს ლიტერატურის ისტორიის კურსში, როგორც ახლა მე მაგალითად ძალიან ესეთი იქნებოდა შინაურული ჩემთვის კავლენოზე, პავეზეზე, დინო ბუსატიძის საუბარი, როგორც ლიტერატურაზე და მე ძალიან მიჭერს ამ ტიპზე როგორც ლიტერატურის საუბარი და სულ მგონია გარდა იმისა რომ ეს უკმარისობის შეგრძნება მათ და რაღაცა ხო აი ფიქრობ ჩვენ ჩავსვით იმიტომ აქვე დავამატებთ რომ ქართულად იტალიური ლიტერატურა და ცოტა ანათარგმნი რომ ეხლა სტუდენტებს ყველას არ აქვს დომა სხვადასხვა ენებზე რომ იკითხო ლიტერატურა მეტად იტალიური ლიტერატურა და ამიტომ რაღაცნაირად იძულებითაც ჩავსვიდა თუ არის ეს მხატვრული ლიტერატურა ლევან მე რაღაც თვითონ ვარ მედიაველისტი ეს ნაკლებად წავიკითხე როგორც მხატვრული ლიტერატურა ჩემთვის ეს იყო აი ავტორის დაწერილი წიგნი ფართო პუბლიკისთვის რომ შეეყვარებინა შუა საუკუნეები რაღაცა ეწეჩვენებინა შარმი ამ ეპოქის და ძალიან თვითონ ისევ რომ არ არის ხელს არ აწერს არაფერზე არც ერთ ამ თეოლოგიაზე ამ მიმდინარეობაზე მაგრამ იქნებოდა ღრმად ეს ისეს რომ შეგახედებს აი ამ განცდებს ის შეგახედებს აძიო რომ უსმენს ამ გალობებს და უყურებს ამ ფრესკებს და ფაქტობრივად ამბობს რომ აი რას მართლა რას იგრძნობდა თვითონ იმდროინდელი ბიჭი ამას რომ დაინახავდა და ამიტომ ახლა ეს ძალიან კარგია მაგალითად შუა საუკუნის ფილოსოფიას ვინც ასწავლის აი როგორც ჩემმა ლექტორმა გამოიყენა ხო შეიძლება თავისუფლად გამოიყენოს უმბერტო ეკო არც ისე მარტივი მსჯელობა ანუ ეკო როგორც ვთქვა, გრძნობს შინაგანად აი მთელ სიფაქიზეს ამ დებატების, ამ საკითხების და ამიტომ გადმოსცემს, ავითარებს ამ აზრებს და გადმოსცემს
ამ ხრივ ეს არ არის გადმოწერილი რაღაცა სიტყვები რომელიღაც თეოლოგიის. არ არის. ეს თვითონ მისი აი შეფასება ტოკავს ყველაფერი. ამ დებატებში ყველაფერი ტოკავს. მაგრამ ეს ამიტომ ეს არის ძალიან კარგი შესასწავლი მასალა შუა საუკუნეების კულტურისთვის. და არა ადეპტი და ფართო აუდიტორიისთვის რომ ნელ-ნელა შეიფაროს ეს კულტურა. შეიძლება არ დაგუგლოს, მაგრამ ისე წაიკითხოს როგორც დეტექტივი და რაიც ეს შარმი გადმოეცემა. მაგრამ თლათ ისე არ არის, რომ ეს უბრალოდ პოპულარიზაცია შუა საუკუნეების კულტურის და არა ხატური ნაწარმოები. თვითონ ეკოწეს რომ რაღაც მომენტში რიტოს კიცოსაც კი ვზობდიო ამ როცა წერდიო რაღაც თავისი ამ რომანს თავი ორგანიზმი არის ეს რომანი. ეს არ არის რაღაც ხუმარსწავლა ჩადებული ასე აცაბაცად რაღაცა მეტეოროლოგიის ცნობები, ეთოლოგიის ცნობები, როგორც ივანე ბატონიშვილთან. ივანე ბატონიშვილთან რაღაც სიუჟეტური ხაზი მიდის და მე შუაში სრულიად ამოვარდნილად არის მეტეოროლოგიაზე ლაპარაკი ამაზე. აქ ეს არ არის, აქ გაცილებით ორგანულადაა შეწმასნული ეს საკითხები ამ დეტექტიურ კარგასთან. და ამავე დროს კარგადაა ეს დიალოგებია მშვენივრად აწყობილი. ვცნობ ამ ბერნარდო გუის და ამის კითხვა-პასუხი. ესე ბულსიტთან როგორ კარგად უპასუხა რაღაცა. ეს არის ამ ხრივ არის ნამდვილი ლიტერატურული მომენტები არის და ეკო წერს კიდეც ამას როგორც ნამდვილი ლიტერატურას. თვითონ კი ამბობს რომ დამწყები ვიყავი ამაში მხოლოდ რა პირველ ამიჯობს გავდიო და ვცდილობდიო, მაგრამ ჩანს რომ ძალიან კარგად ესმის ეს ყველაფერი და უნდა და გაეხადა ეს კარგად წასაკითხი, სახალისო წასაკითხი ლიტერატურული ნაწარმოებით და არა მარტო გადმოსაცემი რაღაც თეოლოგიური, ფილოსოფიური და კულტურული იდეები. როგორც შეეტყვი მაკვარაცხოვა. ო, მაკვარაცი არის. თუ ცოტა თემიდან გადახვევა, მაგრამ წიგნში არის საუბარი ამ არარსებულ წიგნზე, რომელიც უნდა დაწერილიყო და არ დაიწერა. აი ამასთან დაკავშირებით თქვენ პატარა აი კომენტარს ხო არ გააკეთებდით, აი რა შეიძლება ყოფილიყო იმაში ისეთი რაც დაანგრევდა თემდაუნებას. აი ეს პოეტიკაზე, პოეტიკის პირველი წიგნი პოეტიკის არისტოტელემ მიუძღვნა ტრაგედიას და ჩამოყალიბა ტრაგედიის პრინციპები. რა ქმნის ტრაგიკულ ეფექტს, კათარტულ ეფექტს, კათარზისი საიდან მოდის ეს ელდა თანაგრძნობა კათარზისი, რა არის, როგორ ვითარდება სიუჟეტი დაუშვათ, რატო არის ტრაგედია და უფრო ფილოსოფიური ვიდრე ისტორიული გადმოცემა და ასე მთელი პრინციპები ტრაგედიის ჩამოყალიბა პირველ წიგნში არისტოტელე, პოეტიკის პირველ წიგნში. პოეტიკის მეორე წიგნით ფიქრობენ რომ აქ უნდა დაწერილი კომედიაზე, მაგრამ აღარ არის. და ინტრიგა ამაშია რომ ეს წიგნი არ აღმოჩნდეს. ეს წიგნი რომ აღმოჩნდეს, მე ყველაფრის დაცინვა შეიძლება. თვითონ მერტის დაცინვა შეიძლება და აღარ იქნება რა თქვი ეს ალმასის სიმიც კი შეიძლება დაცინვის საგნად აქციო და მე მიიღებ რადიკალურ ირონიას ყველაფრის. ეს როგორ თქვა ეს მეგონი ეკო ამას ლაპარაკობს ჩვენი ეპოქის აღწევად. ჩვენ დღეს შეიძლება ვცხოვრობთ აი ამ ეპოქაში, რადიკალური ირონიის ეპოქაში. კარგი ეს თუ ცუდია, მე ამას არ ვამბობ. უბრალოდ შეიძლება ამას ლაპარაკობს, ეკო რომ ეს ასეა, მაგრამ ის რომ ხადაგებს ამას რომ ეს კარგია, ვერ ვიტყვი ამას. ამ მოთქვავს რომ ხალხო წვდიაჩი ვარ. არა, ესეც არ არის. ანუ მე არ ვიცი, ეს რჩება აპათიკურად. ასულ გაოცემლად რა უნდა როგორ ამით ვთქვა. სამწიქის არსებობას სასიკვდილოდ შეუძლებელი. ბატონო, სასიკვდილოდ შეუძლებელი იქნებოდა იდეების საქმე, ამ ციკლის არსებობა. არა შეიძლება ასე დაგენა. ის თვითონ ეს ხორხეც, ვინც მკვლელია და აშინოს ეს წიგნი, ის უშვებს ირონიას, მაგრამ რაღაც დოზები და ისიც ირონიას მას არ უყვარს თეოლოგიაში შეიტანოს და ქრისტიანის ცხოვრებაში ირონია, იმიტომ ამას რომ შენ თუ ბოროტებას ირონიულად უყურებ, ესე იგი ისეთი აზარტით არ ებრძვი მაშინ ამას. და კარგზე თუ გაქვს ირონია, ეს კარგზე თუ გაქვს ირონია, არ უნდა გქონდეს კარგზე ირონია. ანუ ბოროტზე გაქვს ესე იგი მიუღებლობა, ასკეტური ბრძოლა და კარგი გაქვს მიღება და ჩახუტება. ირონიას აღარ ფუნქციაა, არ მინდა. არა, ნუ უილიამ ბასკერვილი ამბობს, რომ რას ამბობ, აგერ წმინდანების კი იყენებდნენ ირონიას და წმინდანის მაგალითი მოყავს ერთი. როცა რომ დაწოვენ. რომელი წმინდანი იყო ხო? ვალერიუსი თუ რას ამბობ?
რომელიც წინან იყო მეორე საუკუნის, მოკლედ რომ დაწვეს მისი ერთი გვერდი და ამ მატერიალებში ეს უკვე შეიცვალა. აი ხო ხედავ ირონიას მიმართავს. მე იქ საინტერესო რაც ანეკდოტები მოყავს შუა საუკუნეებრივი ანეკდოტები. ზოგი ანეკდოტი არის ისეთი ანეკდოტი, რომელიც შუა საუკუნეებში ის ვინც ამას წერდა ანეკდოტად არ აღიქვამდა. მაგრამ უილიამ ბაქსტერული გადმოსცემს როგორც ანეკდოტს. მაგალითად, ერთ მონასტერში ინახებოდა ორი თავის ქალა. ერთი იოანე ნათლისმცემლის 12 წლისას, მეორე ნათლისმცემლის როცა მოიწონს თავის ქალას. და ეს ადამიანს აღწერს აქ. ეგეთი ანეკდოტები ბევრია, ამიტომ ძალიან სახალისოდ იქნება ეს ორგიზა. მაგრამ ის რო წერდა, აი ჩვენ გვაქვს მონასტერში თავი და არ აღიქვამს ამას როგორც რაღაც ირონიას, სერიოზულად წერს. то შეიძლება მაგალითად ერთი შეკითხვა დავუდგა და ამ უბრალოდ რაღაც ისეთი რამ აინტერესებს თქვენი შეხედულება პირადად თქვენი შეხედულება აი დღევანდელ სიტუაციაზე შესანიშნავია უმკაცრეობა შესანიშნავია საერთოდ ეს ძველი ლიტერატურა მაგრამ აი დღეს გადმოვიტანთ ამ დღევანდელობაში ცოტა რომ აი რაში გვეხმარება უმკაცრეობა ანუ რა გქით იცით რა გქით ეს დღესდღეობით ძალიან ბევრი მიიჩნევს და არა მარტო მე, არამედ ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანიც, რომ სწორედ მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მიდის ისეთი რატომ ეს დოგმები, ანუ ეს ათვისნება, რაც არის ძირითადი ცნება ქრისტიანობის და მართლმადიდებლობის, ანუ მათ წინააღმდეგ მიდის ბრძოლა. და ეს არ არის მარტო საქართველოში და ეს არ არის მარტო რუსეთში და ანუ მართლმადიდებლობაში. მთელ მსოფლიოში არის ანუ ეხლა მაგალითად ერთ იმასაც გეტყვი. ანუ ჩვენს ემიგრანტებსაც კი რატო ისეთ გადახოლა. ჩვენი ემიგრანტი, რომელიც მიდის დაუშვათ ამერიკაში, იქ დაწერს ის, რომ ის არის 50-იანელი, მას აქვს ძალიან ბევრი პრივილეგია. მაგრამ თუ დაწერს, რომ ის არის მართლმადიდებელი, მას ყველაფერი რაღაც ძალიან ბევრი შეზღუდვება, იმიტომ რომ ეს ფაქტები. აი თქვენი შეხედულება რა მაინტერესებს, იცით? აი დღევანდელ სიტუაციაში, რაში გვეხმარება უმბერტო ეკო? აი თქვენი მოსაზრება მაინტერესებს. ორი სხვადასხვა საკითხი იყო. ორი სხვადასხვა კითხვა იყო თქვენ კითხვაში. რაში გვეხმარება? ცოტა გაფანტულდა. რაში გვეხმარება უმბერტო ეკო? გვაზიარებს ძალიან საინტერესო ტექსტს, რომელიც არის კარგი საკითხავი და განმანათლებელი საკითხავი. ჩვენ უფრო განათლებული და უფრო როგორ ვთქვა აზროვნების კულტივირებული ადამიანი ხდება, როცა ამას კითხულობ. ამავე დროს ფიქრდები ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. მარადულ საკითხებზე ფიქრდები. ეს შეიძლება არ ეხმარებოდე, მაგრამ ამ ტექსტებს გახავხარო ამ საკითხებზე იმითო. თავისთავად ის რომ შენ ფიქრდები ამაზე ამ ახახუნებ გონებას, აი ამ სილს, ამ საკითხებს, ამ რეალიებს, ეს უკვე ძალიან კარგია, იმიტომ თან დღევანდელ ეპოქას უბრალოდ ეს პრობლემა აქვს, რომ მოცალეობა არ აქვს და აი ვინც ახლა უკვე გმირია ის, ვინც ამ 700 გვერდიან წიგნს მოახერხებს და წაიკითხავს. არ უნდა რომ დაიხმაროს. უბრალოდ თუ იპოვი ამ მოცალეობას, რომ გამოძლიჯო შენი თავი ამ რუტინას და დაждდე შენთვის განმარტოვებით და სიამოვნებით რაღაცა იკითხო, ეს არის დიდი მიღწევა. ამიტომ ეკო ქმნის ამ სივრცეს, რომ ამ ნაწარმოებებს ვკითხულობ ეს ამ ინტერესის მუხტით აგრძელებ, თქო და არ ტანჯავს, ზოგი ავტორი ტანჯავს მაგალითად და რა ვიცი. ერთი სულია როგორც დაამთავრა. ეკოს აქვს წერილობრივი ნიჭი, რომ ეს არ გაგრძნობინოს. მარტო სხვა მწერლებს კიდევ უფრო მეტად აქვს ეს ნიჭი. აი მაგალითად გაბრიელ გარსია მარკეს რო ვკითხულობდი, უფრო მეტად მენატრებოდა, საკითხო უფრო მეტად სიამოვნებდა წიგნთან ურთიერთობა, ვიდრე ამასთან. ჩემ ის უფრო კარგი ახლოს მოვიდა ეს ავტორი, ვიდრე უმბერტო ეკო. ეხლა მეორე შეკითხვა იყო, დავუშვათ ეს იდეები და აზრები, არა? დავუშვათ იდეები და აზრები, სადაც ირონია არის გააბსოლუტურებული, ასე ვთქვათ, ხო და ირონია არის მთავარი პრინციპი, ასე ვთქვათ. ეს შეიძლება საპირისპირო გავიგოს ნებისმიერი ტრადიციული კულტურის, რელიგიის, ფილოსოფიის წარმომადგენლობა, პლატონის ფილოსოფიის, პლატონიზმის წარმომადგენლობა დავუშვათ, ნეოთომისტებმა თქვა, რომ ეს არასწორია ეს იდეა დავუშვათ. მუსულმანმა თეოლოგებმა თქვა, ისლამის თეოლოგებმა, იუდეელმა თეოლოგებმა, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით ამას.
50-იანლებმა სხვა როცენ არ უთანხმები და მართლმადიდებლობას კათოლიკებსაც. ამას სხვა საკითხი, ეს არის საკითხი აი უნივერსალიების არსებობს თუ არა რაღაც ბუნება, რომელიც აქვს ღვთიურადაა დაწესებული. რომელზეც ჩვენ არ უნდა ვიძალოთ, არ უნდა უჩხიკინოთ დაუშვათ. შენებურად ვერ მობრიცავ. ოკემის წარმოვიდგინეთ, ოკემის ღმერთის იდეა რომ გადაიტანო ადამიანზე, ვოლუნტარისტული იდეა მიიღებ ეგზისტენციალიზმს. ადამიანი რომელიც არის პროექტი თავისთავისთვის და არაფერი არა, რაზეც სწორება უნდა გქონდეს ამ პროექტს. ნებისმიერი ბუნება შენი შეთხზულია. ეს თხზულებას და თამაში ნებისმიერს გააკეთე. და შეიძლება ამას არ დაეთანხმოს ძალიან ბევრი ტრადიციული აზროვნების მატარებელი ადამიანი. არ აქვს მნიშვნელობა აუცილებლად ქრისტიანი, აუცილებლად ქრისტიანობაში, აუცილებლად მართლმადიდებელი. ეს არის უფრო ზოგადი პლანის საკითხი არის. არის თუ არა ბუნება, თუ ყველაფერი არის მხოლოდ არსებობა. არის თუ არა ესენცია, თუ ყველაფერი მხოლოდ ეგზისტენცია. ჩვენ ადამიანები ვართ თუ დაზაინები ვართ. ჰაიდეგერის პრობლემა. თუ ადამიანები ვართ, ეს კი რაღაც ბუნება გვაქვს, რომელიც თავისი სტრუქტურა აქვს გარკვეული, რასაც არისტოტელე ხო ასეა, პლატონი და ხო ასეა. შუა საუკუნეების უმეტესი თეოლოგიები იყვნენ ხო ასეა. ოკემი არის აი ესეთი რაც გარდატეხის შემტანი შუა საუკუნეების თეოლოგიაში. ერთმა მკვლევარმა თქვა, თომისტმა, ოკემო ატომური ბომბი ჩააგდო აზროვნებაში. აი რაღაც ამდაგარი არის. ამიტომ ეს ძალიან ფართო საკითხია. ძალიან დიდი მადლობა. Gracias.